სალამი მეგობრებო, მოკლედ ჭიათურაში ვართ. დღეს პროტესტის 55 დღეა და მაღაროელები, მათი ოჯახის წევრები, მთელი ქალაქი განაგრძობს ბრძოლას სამქალაქის გადასარჩენად. როგორც მოგეხსენებათ, აქ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოვლენები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ესე იგი შეიძლება ასე ითქვას, რომ აი ამ სამხრივი კომისიის მუშაობის შედეგად ქალაქს მოავლინეს ესე იგი ახალი ოლიგარქი სოცკი, რომელიც ესე იგი თავისი გეგმით მოდის აქ და შეიძლება ითქვას, რომ მან უკვე დაიწყო შრომელების და ქალაქის დაშანტაჟება. მან გამოაცხადა მასობრივი დათხოვნები და იწყებს ამ ადამიანების მაღაროელების ნაწილის ესე იგი სამსახურში მიღებას. მან გამოაცხადა თავისი პირობები, რომ მაგალითად უნდა შეწყდეს ყველანაირი პროტესტი, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, რომელიც ეხება აი ამ ეკოლოგიურ ზიანს, განადგურებულ გარემოს, განადგურებულ სახლებს და ამავდროულად რაც თავარია, სრულიად გაურკვეველია ათასობით მაღაროელის ბედი, ვინაიდან ჩვენ ვიცით აი ამ ადამიანის შესახებ, იმიტომ რომ ის წარმოადგენს წლების განმავლობაში კომპანია საქნახშირს, რომელიც ტყიბულში ოპერირებს და მაგალითად ვინც არ იცით, გეტყვით, რომ გასული წლის დეკემბერში, ესე იგი ტყიბულში, მან დაახლოებით 50-მდე მეშახტე გაათავისუფლა სამსახურიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აფიქსირებდნენ, წლების განმავლობაში იბრძოდნენ ღირსეული შრომითი გარემოსთვის და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება იმის თქმა, რომ აი ეს ადამიანი ჭიათურას მოევლინა კიდევ უფრო მძიმე და რეპრესიული რეჟიმის დასამყარებლად, ვინაიდან აქ ადამიანებმა, შრომელებმა, მაცხოვრებლებმა ვეღარ ამოიღონ, ვეღარ მოახერხონ ხმის ამოღება იმ მძიმე საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე, რომელიც აი ამ სწორედ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად წლებია ამ რეგიონში ჩამოყალიბდა. მე მინდა ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ გავესაუბროთ მაღაროელებს, მოვისმინოთ მათი შეფასებები, ხედვები აი ამ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ესე იგი ვიმყოფებით აი ამ საპროტესტო კარავში და პროტესტის 55 დღეა და როგორც ხედავთ, მშრომელები აქ არიან და აგრძელებენ ბრძოლას. რა ვიცი, აი ტარიელ, დავიწყოთ მოკლედ შენგან, რა ვიცი, როგორ შეაფასებდი აი ამ ახალ მოცემულობას, რომლის წინაშეც ქალაქი აღმოჩნდა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მაუწყებლისა და მაღაროელის მსმენელს და მაყურებელს. დღეს 55 დღე დაღამდა ნამდვილად, რაც უწყვეტი საპროტესტო აქცია გვაქვს, დიდი თუ პატარა საპროტესტო აქციები გქონდა, იყო სრული გამიჯვნა ჩვენი ყველა მოთხოვნა, ჩვენი ყველა პრობლემა, ჩვენი ყველა გასაჭირი არავის გულთან არ მიუტანია, არც მთავრობის მხრიდან და არც კომპანიის მხრიდან და გუშინ მოწმენდილ ცაზე გამოჩნდა მხსნელი ჭყალებში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ სოცკის წარმომადგენელი, ჩემია ჭიათურა, ჩემია ტყიბული და მე მოვდივარ ახალი გეგმებით. არ მჭირდება პროვოკატორები, არ მჭირდება ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ საინიციატივო ჯგუფი და მე ვიწყებ შეფასებას მაღაროებისას და ვიწყებ მუშაობას და არ შემიშალოთ ამაში ხელი. ეს იყო სულ, რაც კონტაქტი შედგა ამ ხნის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თურმე დღეს ვიგებთ სოციალური ქსელებიდან და ტელევიზიიდან, რომ თურმე ბატონის სოცკი ამ ხნის განმავლობაში სამხრივ კომისიაში სპეციალურად იყო მიწვეული, როგორც პროფესიონალი კრიზისიდან გამოსვლის გზების გამომძებნელი, ესე რომ ვთქვა და ამ ხნის განმავლობაში უსმენდნენ მის იდეებს, თავაზობდნენ ალბათ რაღაცეებს და არავის არ დაცდენია, ალბათ ვიცით, რომ სამხრივი კომისია თითქმის ერთი თვეა რაც შეიქმნა და არავის არ დასცდენია ამ სამხრივ კომისიაში რა ჟღერდებოდა, არც პროფკავშირებს, არც მთავრობას, მით უმეტეს არც კომპანიას და ესე უცებ ერთ დღეში ვიგებთ, რომ თურმე ჩვენ კიდევ ერთხელ
ვართ ახალი ინვესტორიც არ შეიძლება დავარქვათ, რადგან თვით ჯორჯიან მანგანეზე არსად არ მიდის ლიცენზიის მფლობელი კომპანია აქ რჩება, CMC ჯგუფი ავრცელებს ამ ინფორმაციებს, რასაც ჩვენ ვიღებთ. CMC ჯგუფი მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სერვისს თავაზობდა კრიზისიდან გამოსვლის გზებისას ამ ჯორჯიან მანგანეს არც ეს არ მიდის და CMC ჯგუფში დამატებული მოდის სოცკი თავისი ჯგუფით ალბათ კიდევ და ამ დროს ჩვენ საუბრობთ რომ რეორგანიზაცია უნდა მოვახდინოთ, უნდა შევამციროთ კადრები, უნდა მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, როგორც ვკითხულობთ და უნდა მოხდეს მომგებიანი, უნდა გახდეს მაღარო და საწარმო და როგორ ხდება ეს, როცა კიდევ ერთი მჭამელი ემატება სახელმძღვანელო რგოლში, კიდევ ერთი მჭამელი რგოლი ემატება და ამ რეორგანიზაციას მე ასე აღვიქვავ და ეს რეორგანიზაციაც არ არის ოღონდ თავიდან იყო 2000 კაცამდე გჭირდება მაღაროელი, დანარჩენი უნდა წავიდეს სახლში, ეხლა ურეკავენ ხალხს. პიროვნებებს ურეკავენ დასაქმებულებს და თან ვინ ურეკავს, აღსანიშნავი რა არის, სოფლის გამგებლები ურეკავენ, საწარმოს ხელმძღვანელები კი არა, სოფლის გამგებლები, ანუ საჯარო მოხელეები, ვინ ავალებს, ეგ არის საკითხავი, ურეკავენ თავის სოფლის მოსახლეობას, რომელიც არის იყო დასაქმებული მაღაროში და საწარმოში და ეუბნებიან, რომ თუ გინდა მუშაობა და დაბრუნდე სამსახურში, მიბრძანდი ხვალ სანატორიუმში და ისიც რახერას ტუტუცობა, რა თანამდებობაზე გინდა სამსახურში აღდგენა და დაბრუნება, წარადგინე შენი მოთხოვნა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება 300 მაღაროელი. 300 მაღაროელზეა საუბარი, რომ მუშაობა პირველ ეტაპზე გაგრძელდეს, ამის შემდეგ კიდე იქნება მეორე გამოწვევა და 200 მაღაროელი ჭირდებათ შემდეგ და всё, აქ მთავრდება მთელი ინფორმაციის წყარო ხალხო. არიელ, აი მე რა განცად მრჩება, ხო, ეხლა მეტნაკლებად ვაკვირდები მოვლენებს და პრინციპში სხვაგანაც გვინახავს, ხო, აი როგორ მოქმედებს კომპანიები აი ასეთ სიტუაციებში. მე რა განცდაც მაქვს, ესე იგი, აი კომპანია სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს აი იმ დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის მორღვევას, რომელიც ჭიათურამ აი ამ რთული და მძიმე დღეების განმავლობაში აჩვენა, ხო? აი ვთქვათ ეს ინდივიდუალური ზარები, ინდივიდუალური შეთავაზებები და რაც თავარია ადამიანებისთვის, გაჭირვებული ადამიანებისთვის იმ განცდის გაჩენა, რომ აი სხვა არა, მაგრამ შენ შეიძლება დაბრუნდე სამსახურში, ხო? აი რას ეტყოდი, ვთქვათ, აი პირველ რიგში მაღაროელებს, ვინც შესაძლოა ეხა აი ამ კომპანიის, რა ვიცი, რაღაც თაღლითური თუ რაღაცა მუხანათური, აი ამ ესე იგი გეგმის ქვეშ იყოს. პირველ რიგში ვიტყვით იმას, რომ ტყიბულს რაც დამარხთა სოცკი, ეს ჩვენთვის არის ნათელი. როგორ დაადუმა მეშახტის ხმა ტყიბულში, ეს ჩვენთვის არის გასაგები და ეს ვიცით დიდი ხანია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს 50 მეშახტე გაათავისუფლა იმ პირობით, რომ შემდეგ აღადგენდა და აღარ აღსდგა და მოკლედ მთელი ამბებია, მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. გამომდინარე აქედან ჩვენ მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ, ვინ არის სოცკი. ჩვენ როგორც საინიციატივო ჯგუფმა და ვისაც ჩვენი სჯერა. მაგრამ აქ შეიძლება არსებობდეს ანგარებაზე მორგებული ადამიანების ცოტა რაოდენობა ჯგუფისა, რომ იქნებ მე მაინც გამიმართლოს და წავიდე სამსახურში სამუშაოდ. იქნებ მე მაინც გამიმართლოს და ასეთი, რა ვიცი, თუ 300 იღბლიანში აღმოჩნდებით, არ ვიცი, ეხლა ძალიან ნაკლებად იქნება ეგ ცნობილი. ისე ცნობისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლით მობრუნდა ხელფასები, ჩვენი ბრძოლით მობრუნდა აღდგენა სამსახურებში. და ჩვენი ბრძოლის შედეგია ის, რასაც მომავალში მივაღწევთ, ოღონდ არა მარტო 2 და 3 ან 10 ადამიანის. ჭიათურა უნდა დადგეს. ჩვენი მოთხოვნები, რაც არის ამ ხნის განმავლობაში, გადაწია სრულიად უკანა პლანზე კი არა, ვაფშე გადააგდო. არ აინტერესებს არანაირი, ოღონდ სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს. ვიცით, ვინც არის სოცკი, რა სისხლიანი ხელებითაც მოდის ვიცით, სრულ უნდობლობას უცხადებთ. იმიტომ რომ არ მოსულა იმ შეთანხმებით, არ მოსულა იმ აზრის გათვალისწინებით, რასაც მუშათა კლასი 55 დღის განმავლობაში ქუჩაში აჟღერებს. ამიტომ
არანაირი ნდობა არ გააჩნია ამ ადამიანს. ჩვენგან არ არის ის კომპანია თუ გამოცდილი კადრი, ვინც გრძელვადაში ჭიათურას ახეირებს და გრძელვადაში მოხდება თუ მისმა გეგმებმა გაამართლა, გრძელვადაში მოხდება ის, რომ აუცილებლად ჩვენ არჩევნების შემდეგ ოქტომბერი რომ ჩაივლის, ისევ დავდგებით გაჩერების სამსახურის დაკარგვის წინაშე. ეხლა რა არის გასაკეთებელი? ჩვენი პირველი მოთხოვნა და ამოცანაა ჭიათურაში დარჩენილი ხელფასები უნდა დარიგდეს, მარტის და აპრილისთვის ხელფასები უნდა დარიგდეს. შემდეგი საკითხი არის, რომ რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობ და ვერავის ვერ მივაწვინეთ ინდივიდუალურად სახელმწიფო ჩართვა, ბანკების პრობლემები, რომელმაც შეჭამა, დახრა ჭიათურა, გამოხრა, ხალხს 14,000 ლარით გაუძვირდათ და მეტით კიდევ აი ამ 4 თვიანი გაჩერების გამო თავის სახელფასო ანაზღაურება. და კიდევ რომ გააჩერებთ, იმას უღირს საერთოდ მუშაობა. აიღო 3,000 ლარი და 15 შეაქვთ უკვე. აი ესეთი რაღაცა უბედურებები რო ხდება, საბანკო პრობლემებია მეორე რიგში მოსაგვარებელი და გადაგვახედოს, გვაჩვენოს რეორგანიზაციის რა გეგმა აქვს, საედან იწყებს წმენდას. და აუცილებლად გრძელვადებში, რაც გვაქვს ჩვენ მოთხოვნები ნაციონალიზაციასთან, ფონდთან, უფასო ტრანსპორტთან, შუქრუთი აგერ წარმოდგენილია, რომლის პრობლემის მოგვარების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია მაღაროების გაშვება. ეკოლოგია, რომელიც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია და ყველა თვალებს ხუჭავს ამაზე, თავრობიდან დაწყილი და არ ვიცი სად დავამთავრო ამ პრობლემის მოგვარებაზე, იმიტომ რომ მილიონები მოგებარჩება ამის გამო. ეს გეგმები მოკლევადიანი და გრძელვადიანი აუცილებლად მთავრობა უნდა გახდეს პასუხისმგებელი, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ მაინტერესებს ოცნება თუ სხვა მოვა, ეს არის ჭიათურის გადარჩენის ერთადერთი გზა. აუცილებლად გრძელვადებში უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები. მოკლევადებში ხელფასები უნდა გასწორდეს, უნდა მოგვარდეს საბანკო პრობლემები, თორე ხელფასებს აზრი არ ექნება და რეორგანიზაციაში რას გულისხმობს და ბოლოს ერთ დავამატებ და მეც აღარ ვისაუბრებ, აქვე აქვს ნათქვამი, რომ უნდა გადაამზადოს კადრი. მაგის კადრის გადამზადება, როგორც იცის სოცკი, კადრების გადამზადება, ფაქტები გვაქვს ტყიბულში, რაც გაუკეთო. ოღონ ჭიათურაში ესე მარტივად არ იქნება. თუ ჩვენ ხმას, ჩვენს ერთობას, ეხლა ვინც ვართ, გატეხს სოცკი, ჩამოშლის ჯერ ვერ ეღირსება მაგას ჭიათურაში გამორიცხულია, მაგრამ თუ ისպես ამბიცია აქვს, ან იმის შიშჭი აქვს, რომ ჩვენ გავტყდებით და მერე ისინიც ჰაერში დარჩებიან, მერე მართლა კატასტროფა დატრიალდება, მაგრამ ამას ვერ ეღირსება. ამიტომ მოუწოდებ ყველას, ხვალიდან იწყება დიდი ბრძოლები, სანატორიუმშია ხალხი დაბარებული, მაღაროებზეა ხალხი დაბარებული და კიდევ ბევრ ობიექტებზე, რაც ინფორმაცია ჩვენ გვაქვს და ამათ აღკვეთას, ამათ უსინდისობის აღკვეთას, რასაც კომპანია ავრცელებს, ჭირდება ხალხის ძალა, ჭირდება ხალხის გვერდით დგომა და ყველას მოგიწოდებთ, გამოდით, ჭიათურელებო, არაჭიათურელებო, ვისაც შეგტკივათ დღეს ჭიათურის გადარჩენაზე გული, გატყდება ყველაზე ძლიერი, ხალხმრავალი დასაქმების მხრივ ჭიათურა დღეს ჯვარისწერია. ჩათვალეთ, რომ საქართველოში ხმის ამომღების სოციალურ პრობლემებზე აღარავინ აღარ დარჩება მსგავსი ჯგუფი. ამიტომ საქართველოს ბედი, სოციალური პრობლემების დასაქმების და ასე შემდეგ ბედი წყდება დღეს ჭიათურაში. ტეხავს, ცდილობს გადატეხოს სოცკი. იმიტომ რომ გამოცდილი კადრია, არა მარტო საქართველოში. ამიტომ გჭირდება გვერდით დგომა ხალხო თქვენი. ჩვენი გამარჯვება იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვების და ვერ იბოგინებს ვერც სოცკი და ვერც ისეთი უსინდისო დამსაქმებელი, რომელსაც ჭიათურის შემთხვევაში ჯორჯიან მანგანეზე ქვია. თქვენ შემთხვევაში დასაქმებულებო, რაც ქვია თქვენს დამსაქმებლებს, თქვენ თვითონ აღნიშნეთ. მადლობა.
ხო, მოკლედ, რა ვიცი, ფაქტია, რომ რაღაცნაირად ორი გზა შეიძლება დავინახოთ, ხო? ერთი გზა არის, რასაც საინიციატივო ჯგუფი აყენებს დღის წესრიგში, ეს არის როგორ შეიძლება ჭიათურამ გრძელვადიან პერსპექტივაში იცხოვროს უკეთ. თქვენ ითხოვთ რეალურად პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან აი ამგვარი, ესე იგი, რაღაც სამომავლოდ კეთილდღეობის და ნორმალურად ცხოვრების უზრუნველყოფა არ შეიძლება, ვთქვათ, კერძო კომპანიისთვის იყოს მინდობილი, ხო? თუმცა ჩვენ რაც ვნახეთ, ხო, აი ამ პროცესში, ფაქტობრივად, ესე იგი, ხელისუფლებამ ყველაფრისგან ხელი დაიბანა, არც არანაირად არ ისურვა, ესე იგი, აი ამ პროცესში ჩარევა, ხო? ყოველ შემთხვევაში, რაც ჩანდა საჯარო სივრცეში, ერთადერთი რაც ვნახეთ, აი ეს სამხრივი კომისია იყო, სადაც აი მაყურებელსაც რო უთხრათ, ხო? ესე იგი, თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვთ იმას, რომ აი ამ სამხრივ კომისიაში, სადაც თქვენი ბედი წყდება, იყოთ წარმოდგენილი. თუმცა აი ამ პეტრიაშვილის პროფკავშირების დიდი აქტიურობის შედეგად ეს ვერ მოხერხდა და რეალურად, ანუ ამ ქალაქის ბედი გადაწყდა ისე რომ ამ ქალაქში მაცხოვრებლებს, მაღაროელებს არავინ არაფერი არ კითხა, ხო? რა ვიცი, აი გითხარით, მოკლედ თქვენი აღქმებით. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. ესე იგი, ეხლა საქმე რაშია? 55 დღის განმავლობაში ჩვენ ვითხოვთ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას და ვითხოვთ იმას, რომ მოусმინეთ ჭიათურელ ხალხს, მოусმინეთ, რა საუბრობენ, რა ხედვები აქვთ, იქნებ და მართლა ჭკვიანურს და კარგს ამბობენ ეს ხალხი. უბრალოდ ვითხოვთ, რომ მოგვისმინეთ. ამის პარალელურად გუშინ გამოჩნდა ვიღაცა ჩვენთვის უცნობი პიროვნება, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს და გვეუბნება, რომ მე ტყიბულში დავალაგე სიტუაცია, ტყიბულის ჩემია, ჭიათურაც ჩემია, მე მოვაგვარებ აქ ყველა პრობლემებს. თან ულტიმატუმი ისინი გვესაუბრება, მე ვიწყებ მუშაობას და აბა ვინმე წინ დამიდექით. იქ მე დღეს გავიგე, გუშინ არ გამიგია, რომ შეურაცხყოფებიც მიუყენებიათ აქ ქალბატონებისთვის და ამაზე იმიტომ საუბრობ უბრალოდ, რომ ადამიანმა, რომელმაც საუბარიც კი არ იცის ადამიანებთან და ელემენტარული დილობიანი მიმართვა არ გააჩნია, ეხა და ელემენტარული აქ მაღაზია გახსნა, ჩემია ოიძახის და ერთი პატარა მაღაზია ვერ ამუშავა და მთელ ქალაქს და 3500 ადამიანს ის როგორ ამუშავებს. თან როგორ უნდა ამუშავებს? იქვე დაუსვით ჩვენ კითხვა, რომ რატო გავათავისუფლეთ ტყიბულში ადამიანები და ამბობს ერთი კაცი გავათავისუფლეთ, თან მე მისი დედა ვაყოლებს. ამბობს ერთი კაცია, როდესაც ჩვენ თვითონ ვიყავით იქ ჩასულები ტყიბულში ადამიანებთან და ვესაუბრეთ იმ ადამიანებს და კონკრეტულად ვიცით ციფრი 38 ადამიანია გათავისუფლებული. აქვე გვატყუებს. თან აქვე სანამ შემოვიდოდა, აქვე რაღაცა შანტაჟის ენით გვესაუბრება, ხო? და ეხა ხედავთ, რომ აქ მჭიდრო კავშირში ვართ ტყიბული, ჭიათურა, ზესტაფონი ერთმანეთთან და ყველაზე მეტად სოლიდარულები ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთთან და 55 დღის განმავლობაში ერთმა ტყიბულელმა ვერ მოახერხა ჩვენთან მოსვლა. ან ისე რაღაც ვიდეო მიმართვაც არავისგან არ მინახია, რომ ჩვენთვის სოლიდარობა გამოეცხადებია იმ ფონზე. თან ამასთან ერთად მე არ მიკვის ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ 38 ადამიანი გაათავისუფლეს თვითონ იქ ტყიბულის შახტაში და არც ერთმა თანამშრომელმა ამაზე ხმა არ აიმაღლა და პირდაპირ ვთქვათ, ეხლა ეს რუსი ოლიგარქია, ხო? რომელიც ანუ მოვლენილია იმისთვის, რომ რეჟიმი დაამყაროს, ხო? ანუ აქ სიტუაცია ჩააწყნაროს, ადამიანები აი ამ გაუარესებულ მდგომარეობას შეაჩვიოს, ხო? რეალურად მისი აქ მოსვლის მიზანი ესაა. ეს არის თავისთავად ეს არის, რომ მონურ პირობებს უნდა შეაჩვიოს ადამიანები. როგორც ახლა მოხდა ტყიბულში, რომ გაათავისუფლეს თანამშრომლები სამსახურიდან, ვერავინ ხმა ვერ გაიღო. ასე უნდა თაკაც და მე გუშინ პირდაპირ მითხრეს, რომ შენისთან აგიტატორები მე რაში მჭირდებაო. ანუ ადამიანს ილუზია აქვს ახლა, რომ ესე ამუარჩევს ადამიანებს, ვინც შეეგუება მონობას, ვინც უსიტყვოდ გააკეთებს, რაც არ უნდა უთხრან, კლდეზე გადახტიო, რო უთხრან, კლდეზე უნდა გადახტეს, ესეთი ადამიანები ჭირდება. თან თვითონ მითხრა 1000 კლდეზე ვარ გადამხდარიო. ჯერ ამას რო ადამიანი იტყვის, რა თქმა უნდა კლდე არ უთქვია. ყველა მიხვდება რაზედაც იყო საუბარი. ასე რო ადამიანი გესაუბრება და ამენით რომ მოდის და ამბიცია რო აქვს იმის, რომ მე შემიძლია ჭიათურის პრობლემები მოვაგვარო, აქ უკვე ნათლად ჩანს ის რასი გამკეთებელია და რეალურად რა მოხდება. აქ ნახეთ მეგობრებო, საქმე რაშია.
ეს არ არის გუშინ და დღეს არ მომხდარა. ეს 2023 წლიდან არის ჩანერგილი, ჩაწვეთებული ჩემთვის რაც არის ცნობილი, თორე შეიძლება ალბათ ბევრად უფრო ადრე. მაგრამ იანვრის ბოლოს თუ თებერვლის დასაწყისში სოცკი ყავდათ მიწვეული, მე მგონი TV პირველის ეთერში და იქ ასაუბრეს და იქ ისე ასაუბრესო თითქოს ტყიბული ამ კაცმა ააშენა და გადაარჩინა, ასე რომ ვთქვათ რა. კეთილბიძიათ მოევლინა, ასე ვთქვათ, ისეთ სურათი დახატეს და იქვე ვიფიქრე, რომ ეს უკვე გამზადილია, რომ აი ჭიათურელ ხალხს პრობლემები აქვს, მაშინ ჩვენ უკვე გაჩერებულები ვიყავით და ხალხს რო გაუჩნდეს განცდა, რომ ნახე რა კარგი კაცი ყოფილა ტყიბულში, რომელშიდაც ეხა ნახშირი მოიპოვება და არ არის იმდენად ღირებული, როგორც ჩვენი მარგანეცი, ხო? იქ თუ ასე კარგად დაალაგა სიტუაცია, ჩვენ აგვაშენებს და ხალხი ამას ტაშის დაგვით უნდა შეხვედროდა რა. ეს იყო მიზანი, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება. ყველაზე დიდი უბედურება აქ რაში არის? ეხლა თქვენ წეხან კავშირები ახსენეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მალავენ ამ ინფორმაციებს და რეალურად ადამიანებს წინასწარ არაფერს არ აცოდინებენ. ჯაჭვური კავშირი იკვეთება არა მარტო კომპანია GM-ის და ამ სოცკის. GM-ი, სოცკი და მისი ხალხი, პეტრიაშვილის პროფკავშირი, გარკვეული ნაწილი ამ კოოპერატორები, რომლებსაც თავი რაღაც ღმერთები გონიათ თუ ყოვლისშემძლეები გონიათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ არც ჭიათურის ბედი, არც ხალხის ბედი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობენ და მათ შორის აქ ადგილობრივი, ახლა ცენტრალურზე ცოტა არ ვიცი, არ ამგონია რომ აქ ამდენად შეხედული იყოს და ამდენად ჩართული იყოს, მაგრამ ადგილობრივი ჩვენი ხელისუფლებაც ფაქტია, როდესაც სოფლის გამგებლები რეკავენ, რომელსაც არანაირი შეხება არ უნდა ქონდეს მაღაროელთან, რეკავენ და ეუბნებიან, აი მე არ მინდა რომ შენ სამსახური დაკარგო და თუ გინდა იმუშაო, მიდი აქ და მოაწერე ხელი და დაიწყე მუშაობა. ანუ ხუთივე მხარე ჩართულია. პროფკავშირიც, GM-იც, ნაწილი კოოპერატორებიც და ყველა გვებრძვის ჩვენ და ეს ყველა ერთად ეს ამის ფაქტები არსებობს, მაგალითები არსებობს და მათ შორის ის ერთეულები, გამყიდველი ჭიათურლები, რომელიც პირად კეთილდღეობაზე, იმ მოკლევადიან კეთილდღეობაზე ყიდიან ქალაქს და ემტერებიან ხალხს და აქ მოსული ის პიროვნება, რომელიც გუშინ იყო, იქით გადავიდა შემდეგ და ისევ იმ პროფკავშირის თან დაახლოებულ პიროვნებებთან, ისევ იმ კოოპერატორებთან დაახლოებულ პიროვნებებთან საუბრობდნენ, ასევე ამ კოოპერატორებთან დაახლოებულები არიან პეტრიაშვილის პროფკავშირი, ასევე რამოდენიმე ჯერ შევიდა და გამოვიდა მერიის შენობაში, შევიდა და ალბათ იქ დაარიგებდნენ მერე რომ მასი არ გამოგივა ამ ხალხთან ცოტა ასე მიუდექი ასე, მერე სხვაენით მოდიოდა ლაპარაკობდა და ამას ხო ყველაფერს ხედავთ ჩვენ. ანუ რეალურად ვინმე კი არ ფიქრობს რომ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს და დალაგდეს. ყველა ცდილობს რომ როგორ მოატყუონ ეს ხალხი, როგორ შეიყვანონ შეცდომაში, რომ განხეთქილება მოახდინონ თვითონ დასაქმებულებში, მაგრამ ეხლა რა არის მარტივად გასაგებია რა, თუ ცოტა თავს ძალას დავატანთ, მარტივად გასაგებია, რომ კომპანია ღიად აცხადებს, რომ მასობრივი დათხოვნა უნდა მოახდინოს მშრომელების. ანუ მინიმუმ უნდა გაანახევროს, თუ მუშაობს 3000 ადამიანი, უნდა დატოვოს 1500. ეხლა მიჩნდება კითხვა. ვინ იცის ამ 1500-ში ვინ მოხდება და ვინ დარჩება სამსახურის გარეშე, ხო? ხო და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ძალიან თან აქ უბედურება ნახე რა არის, GM-მა მოიყვანა CMC-ის სახელით ჯგუფი, რომლებზეც ამბობდნენ, რომ აი პროფესიონალები არიან, ყველაფერს დაალაგებენ, ააყვევენ ჭიათურას. მანამდე იყო შპს პლუსი, შუქრუთი პლუსი, შპს მაღაროელი, შუქრუთი პლუსი და მთელი ამ ხნის განმავლობაში შექმნა შუქრუთი პლუსი ვერ გაამართლა, GM-მა თქვა შეიწმინდა შუქრუთი პლუსის სახელი. მერე შექმნა მაღაროელი, მაგრამ ეს შუქრუთი პლუსი არსად არ წასულა, დარჩა იქ კარგ ხელფასებზე. შექმნა მაღაროელი, აი ვერ გაამართლა მაღაროელმა, მოიწვია CMC. მაღაროელიც დარჩა იქ. ეხა ვერ გაამართლა CMC-მ, შემოყავს სოცკი. მაგრამ რჩება CMC-ც ისევე და თან ამ დროს გვესაუბრებიან, რომ ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ სამსახურიდან, მასობრივი წმენდა უნდა მოვახდინოთ და ამ დროს მაღალ ხელფასიანი ადამიანები, მუქთამჭამელები, პიტაპის შეიძლება ითქვას, პირიქით მრავლდებიან. ანუ აქ თავშივე ნათქვამია, რომ ისევ ჩვენ, მშრომელი ადამიანები, უნდა დავჩეთ სამსახურის გარეშე. ხო და საქმე იცით რაშია? ანუ როგორ შეიძლება დაუშვათ ის, რომ ნახევარი
კმაყოფილი იყოს სამსახურით, გააგრძელოს მუშაობა და ნახევარი ადამიანების დარჩეს ბანკის ვალებთან ამ ხელა პრობლემებში, დარჩეს სამსახურის გარეშე, არ კონდეს ოჯახის რჩენის საშუალება და ამის შემდეგ გადაიხვეწოს ან უცხოეთში, ან სხვა ქალაქში წავიდეს ლუკმაპურის საძიებლად, ხო? და დღეს ახლა გამოდიან ადამიანები საბედნიეროდ მცირე ნაწილი და მე რა ვქნა სხვა გამოსავალი არ მაქვს, მე უნდა დავიწყო მუშაობა. ეხლა მე ვეკითხები იმ ადამიანებს, შენ რა უნდა დაიწყო მუშაობა დანარჩენმა 3000-მა ადამიანმა რა ქნას და როგორ ფიქრობ და როგორ გონიათ რომ ესე მარტივია რომ ამ ადამიანებს გადააბიჯო და ამ ქალაქის ნგრევას და განადგურებას და ამ ხალხის ოჯახების მშიერად დატოვებას ხელი შეუწყო, ეს ასე მარტივია? მე ვფიქრობ ეს ასე მარტივი არ არის. ჩვენ ხვალიდან აუცილებლად ბლოკპოსტებს გავამაგრებთ, სანატორიუმში ავალთ, დავინახავთ ვინ გვემტერება, ვინ ემტერება ამ ქალაქს და ვინ უწყობს ხელს ჩვენ მტრებს, ვინ ემეგობრება და საკადრის პასუხსაც გავცევთ რა თქმა უნდა. არც ერთ შემთხვევაში უპირველესი მოთხოვნა რაც არის ჩვენი, რა თქმა უნდა წმენდა აუცილებლად ჩასატარებელია, მაგრამ პირველ რიგში არის ეს მუქთამჭამელები, მოსაშორებელი, რომელსაც ჩვენზე 10-ჯერ მეტი ხელფასები აქვს, ხო? და ეს მშრომელი ადამიანები, რომლებიც აქ არიან დასაქმებულები, მათი მცირე ნაწილი ავტომატურად წასული არის სამსახურიდან, ზოგი უცხოეთში წავიდა, ზოგი სხვა ქალაქში გადავიდა და მოეწყო უკვე ნახა სამსახური და ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ ყველა რო აღარ დაბრუნდება, მცირდება, მაგრამ ეს ადამიანები ყველა დასაქმდება თავის სამუშაო ადგილზე და ყველა საჭირო კადრია, ყველა საჭიროა. აქ არ არის ტყილა მიღებული არავინ და ეს მაღაროები და ეს მუშა პროცესი თუ სრულყოფილად აღდგება, გასათავისუფლებელი კი არ იქნება ხალხი, პირიქით მშრომელი ადამიანები სამსახურში დასამატებელი და მისაღები იქნება, მაგრამ ამით უნდათ ეხა რომ დაანახონ ხალხს, რომ აი ვინც ჩვენ დაგვიჯერებს, გამოგვყვება, მას სამსახურიც ექნება, კარგათაც იქნება. თუმცა ეს ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ თავშივე ჩანს, რა განწყობით მოდიან, რა ინტერესით მოდიან და რას გააკეთებენ ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე მეტი გონიერება გუმართებს, მეგობრებო, ჩვენ არავინ მხარს არ დაგვიჭერს და არავინ ფეხი-ფეხზე გადადებულ ცხოვრებას არ აგვიწყობს. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერებას მოუხმოთ, პროცესები სწორად შევაფასოთ, გადავხედოთ რა ხდება ტყიბულში, რა ხდება ზესტაფონში, როგორ ყავთ ხალხი, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი და დამონებული, რომ ვერაფერზე ხმას ვერ იღებენ და თუ არ გვინდა რომ ჩვენც იგივე ბედი გავიზიაროთ და დავრჩეთ ამ ბანკების პრობლემებში და მოგვიწიოს რაღაცა გაქცევა ლუკმაპურის საშოვნელად, უნდა დავდგეთ ყველა ერთად და პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ ხვალვე რომ მუშაობა გაიშვას, ხო? 3-4 თვეა რომ ბანკში ფული ვერ გადავიხადე კომპანიის ასეთი არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილების გამო და სპეციალურად რომ შეუქმნა პრობლემები ამ ხალხს. უნდა მოგვარდეს ეს საბანკო პრობლემები სამსახურის პარალელურად მე შევძლო ჩემი ვალის გადახდა. ეს უნდა მოუგვარდეს პირველ რიგში ამ ხალხს. შემდეგ აუცილებელია რომ ყველა მშრომელი ადამიანი, რომელიც შრომობს და დოვლათს ქმნის ამ ქალაქში, მაგრამ არა ამ ქალაქისთვის ლუკმაპურის სახში მიაქვს და ვიღაცებს მილიონები მიაქვს ამის ხარჯზე, ხო? ყველა მშრომელი ადამიანი უნდა დასაქმდეს ისევე და არც ერთი არ უნდა დარჩეს სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. რაც შეეხება იმას, არ განვიხილავთ არც ჯორჯიან მარგანეთს, არც CM-ს, არც ტყიბულიდან მოსულ სოწყს. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უმაღლესი ხელისუფალი მობრძანდეს, მოგვისმინოს, ჩაერთოს სხვა შემთხვევაში. ვინც არ უნდა მოვიდეს აქ. ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა ჩვენი და ვერავინ ჩვენ პრობლემებს ვერ დაგვილაგებს. როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე, რომ ხელისუფლება გადააწერდა, რომ აი ეს კერძო ბიზნესია, მე კაი კაცი ვარ, მაგრამ ისინი მოიქცენ ცუდად. ეს რო ასე არ მოხდეს, გარანტორი უნდა იყოს ხელისუფალი. და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მიმართავ მაღაროელებს, მშრომელებს, მობრძანდით ხვალდილიდან აუცილებლად. ეხლა უკვე რთულდება ეს ბრძოლა, იმიტომ რომ იძაბება სიტუაცია, გადამწყვეტი პროცესია. ეხლა უნდა ვანახოთ, რომ ესე მარტივად ამ უსამართლობას თავს ჩვენ ვერ მოგვახვევენ. ჩვენ ერთმანეთს კი არ დაუპირისპირდებით, პირიქით, ერთმანეთის გვერდით დავდგებით. უნდა დავინახოთ, სად არის სიმართლე და სად არის უსამართლობა, უნდა გავაკეთოთ განსხვავება, დავდგეთ სიმართლის მხარედ და ერთხელ და სამუდამოდ ეს უსამართლობა უნდა დავამთავროთ ამ ქალაქში. ხო, ანუ
ფაქტია, რომ მხოლოდ ერთადგომით შეიძლება მშრომელებმა ამ ქალაქშიც და ყველგან პრინციპში აი რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწიონ, ხო? ეხლა მე რა შენც ახსენებ, თქვათ, არ ვიცი, ტყიბულის მაგალითი და სხვა ინდუსტრიული ქალაქების მაგალითი და არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ხო? ჩვენ ანუ ხედავთ აი თქვათ იმ ადგილებში, სადაც თუნდაც არ ვიცი, ჩვენი ოქრო და რესურსის მოპოვება მიდის, ხო? აი იგივე მაყურებელთან მექნება ეს კითხვა, როდის გაიგეთ აი ამ დაბებიდან, ამ ქალაქებიდან რაიმე ამბავი, ხო? რომ თქვათ, არ ვიცი, ან კარგი, ან ცუდი, ხო? აი მაგალითად დაბა კაზრეთიდან, სადაც ასევე რუსული კომპანია ოქროს და სპილენძს მოიპოვებს. ამას ერთადერთი პასუხი აქვს, ხო? რატო ვერ ვიგებ ჩვენ იქედან ამბებს. იქ აი ეს რეჟიმი მოქმედებს, რომელიც არ აძლევს ადამიანებს რეალურად ხმის ამოღების საშუალებას, ბრძოლის საშუალებას და ასე შემდეგ, ხო? და ჭიათურაც პრინციპში აი ეხლა რაღაცა ჩემ აღქმაში სწორედ ამ ზღვარზია. თუმცა ხედავთ ჩვენ, რომ ჭიათურა აგრძელებს ბრძოლას და არაპირებს თავის დახრას და დანებებას და აქ ალბათ თავარი და მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ მშრომელებმა ერთმანეთი არ მივატოვოთ, ხო? იმიტომ რომ ეს ერთად დაწყებული ბრძოლა, მთელი ქალაქის ბრძოლაა და თუ იქნება გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება ყველასთვის და მე მგონი ამ ქალაქში მშრომელების დიდი ნაწილი უმრავლესობა სწორად ასე ფიქრობს. რა ვიცი, მეგობრებო, აი ვის რა კომენტარი გექნებათ? თავისუფალი მიკროფონია, შეიძლება ასე შევხედოთ. გავცე შენ ამ ასე ვთქვათ ამ ზოგად კითხვას პასუხი, თუ რატო არის მის დაუშვათ ყიბულიდან, იგივე ზესტაფონიდან, იგივე კაზრეთიდან ხმა. აიგე ჩვენი 2023 წლის გაფიცვის მაგალითი რო გავიხსენო მარტივად, რომ ანუ თუნდაც თქვენი ჩამოსვლა ან რომელიმე ჟურნალისტის ან რომელიმე ჩვენი მხარდამჭერის სხვადასხვა ქალაქებიდან რას ლაპარაკობთ? აი იქვე ყველა ცდილობს, რომ გვერდში არავინ გაიკაროთ. ანუ სადაც არის რამე გაღვივებული პროტესტი, ასე ვთქვათ, ეს პროტესტი არ უნდა გავიდეს იმ კონკრეტული ადგილიდან, რომ არავინ არ უნდა გაიგოს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად იქვე ჩაკლან და მარტივად მოატყუონ ხალხი, რომ საზოგადოება არ უყურებდეს ამას და ვერ აკეთებდეს სწორ შეფასებას. ეს არის მთავარი პრობლემა, მაგრამ ჭიათურამ გადალახა ეს პროცესი და 2023 წლის შეცდომებზე ისწავლა და მიხვდა იმას, რომ დასამალი ჩვენ არაფერი არ აგვაქვს. ვინ ცდილობს, რომ დამალოს, ის არის დამნაშავე და უნდა რომ თავის დანაშაული დამალოს, ხო? ესეთი სიტუაციები ხდება ეხა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტყიბულში ჩვენზე ძალიან ბევრ საუბრობენ, რომ აი რადიკალური ჯგუფია, როგორც გვაცხადებენ ათასისულელებს. მაგაც აი მე მაგალითად მაშინ როგორც სტუდენტი ესე გულშემატკივრობდი და მონაწილეობდი, როგორც თქვათ, არ ვიცი, რაღაც სოლიდარობისთვის ვიყავი ჩასული 2016 წლის ტყიბულის გაფიცვაში. და ეხა სოცკი სწორედ აი ამ მაშინდელი გაფიცვის, ესე იგი, არ ვიცი, ეს ლიდერები შეიძლება ითქვას მოიშორა თავიდან რა, ხო? ანუ არ ვიცი ეხა როგორ შეიძლება თქვათ იგივე რუსლან ბუცხრიკიძის თქვათ, არ ვიცი, პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანო, ხო? ეხა რუსლანს იმიტომ ვახსენებ, რომ არ ვიცი, დიდი ხანია ვიცნობ და მთელი ტყიბული იცნობს, ხო? როგორი თქვათ სამაგალითო მეშახტე იყო. თუმცა იმის გამო, რომ აი მან შეიძლებოდა დღეს ხვალ რაღაცაზე ხმა მოეღო, არ ვიცი, სპეცტანსაცმელი მოეთხოვა, რაღაცა უფრო მეტი შრომის უსაფრთხოება მოეთხოვა და ასე შემდეგ. აი უბრალოდ ვისაც შეიძლებოდა ხმა მოეღო, მოიშორა თავიდან ამ სოცკին, ხო? და ესე იგი ამ ადამიანზეა ლაპარაკი, აი ჩვენს მაყურებელსაც რაღაცა უფრო რო შეექმნას წარმოდგენა, ვინაა და რა გეგმებით მოდის ის და აქაც ხო, ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი ადამიანი თავის ბჭყალებში მოღვაწეობას ჭიათურაში იწყებს რითი, ხო? აი ამ შანტაჟით და ულტიმატუმის წაყენებით. ანუ ჯერ არ მოსულა და თავშივე მეუნება, რომ მე შენაირი ადამიანები არ მჭირდება, რომელიც ხმას ამოიღებს, რომელიც შემეეწინააღმდეგება, აქვე ამბობს და ბუნებრივია ეხა ეს ყველაფერი გაატარა ტყიბულში და ამიტომ ყავს ასე ვთქვათ ხალხი ჩაკეტილი და ხმას არ აღებიებს არაფერზე და ზუსტად ამიტომ მიიღო კომპანია GM-აც გადაწყვეტილება, რომ შემოეყვანა ეს სოცკის ხალხი, ასე ვთქვათ, რომ მათ გაუჩნდათ განცდა, რომ რაც გააკეთეს ტყიბულში, იგივეს გააკეთებენ აქ.
ყოველ შემთხვევაში ამას ვერცეთ ვარიანტში ვერ მოახერხებენ, ჩვენთან არ გამოუვათ ეს ვარიანტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხალხთან სწორად მივიტანოთ ინფორმაცია, მაქსიმალურად ვთხოვ ხალხს, რომ კარგად მოусმინონ, კარგად გაიკითხონ და ნახონ და სწორი შეფასებები გაუკეთონ ამ ყველაფერს. დღეს მართლა საკითხი დგას სიკვდილის სიცოცხლის საკითხია, ასე რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თუ ეს პროცესი აქ ჩაკვდა და ასე ვთქვათ, გაიტანეს ამხელა უსამართლობა და შეაგუეს ადამიანები იმას, რომ გაწიროს მეგობარი, მეზობელი, თანამშრომელი, ოღონდ თვითონ იყოს კარგად, მერე თვითონაც გაიწირება. ძალიან მალე დაუდგება ეს დრო. და დღეს თუ ჩვენ ამ სიმართლეს დავანახებთ ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხმას ვერ იღებს და შეიძლება ძალიან დიდი გულით გულშემატკივროს, მაგრამ ეშინია რაღაც საკუთარი სამსახური არ დაკარგოს თუ ასე შემდეგ. ის ადამიანებიც მიხვდებიან, რომ ჩვენ თუ ერთად დავდგებით, აი თუ ჭიათურამ შეძლო ეს, ჭიათურა გვერდში დაუდგება, ტყიბული იქნება, ზესტაფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა როგორც შეგვეძლება გვერდში დაუდგებით, გამოცდილებასაც გაუზიარებთ და ხარდაჭერასაც გამოუცხადებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამას, მხოლოდ ჭიათურა შევძლებთ, ჭიათურელები შევძლებთ, ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს უნდა ვენდოთ, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ და ჩვენი დაწყილი საქმე ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. ამ შემთხვევაში ეს იქნება ტყიბულის გამარჯვებაც, ზესტაფონის გამარჯვებაც და ყველა მშრომელის გამარჯვებაც, იმიტომ რომ ყველა დაინახავს, რომ მშრომელ ხალხს აქვს ძალიან დიდი ძალა. ოღონდ ცალ-ცალკე არაფრის ძალა არ გვაქვს ჩვენ. ძალა გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც დავდგებით ერთად და როდესაც ჩამოვყალიბდებით სწორ პოზიციაზე, როდესაც დავაყენებთ სამართლიან მოთხოვნებს. ის კი არა, რომ უბრალოდ მე ასე მინდა, რასაც ითხოვ, ეს უნდა იყოს სამართლიანი. ამას უნდა მოყვებოდეს თავის არგუმენტირებული მტკიცებულება თუ რატო არის სამართლიანი და ასე შემდეგ და ჩვენ სამართლიანი მოთხოვნები გვაქვს დაყენებული, აბსოლუტურად გამართლებულია პროტესტიც, მოთხოვნაც, ის მიდგომების და ძალიან ბევრი რაღაცეები გავითვალისწინეთ, დავთმეთ, რავი, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ რაღაცნაირად გამგებები, მობიერები, მაგრამ საპირისპიროდ დაგვიბრუნდა ხოლმე ძალიან ცუდად სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ დავნებდებით, ვერავის ვერ მივცემთ უფლებას, რომ გაანადგუროს ჩვენი ქალაქი, ადამიანები შემოსავლების გარეშე დატოვოს, ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას, მეგობრებო, ვაგრძელებთ ბრძოლას და თავშივე ვთქვი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ დროებით შიმშილობა. დადგა ის დრო, რომ ჩვენი ეს მიდგომა, ეს გათვალისწინება თხოვნის თუ მოთხოვნის ფიქრობდით, რომ იქნებოდა ჩვენთვის სიკეთის მომტანი, მაგრამ არაფერი სიკეთი არ მოუტანია. პირიქით, ეხა აგერ გვეუბნებიან, რომ ცალ-ცალკე ვიღაცეებს დავიბარებთ და ვინც დაგვემონება იმას ვამუშავებთ და დანარჩენს საერთოდ დაგითხოვთ სამსახურიდან და რომელ კანონის ჩარჩოებში ჯდება ესეთი უეცარი გადაწყვეტილებები და ამდენი ადამიანების ასე უსამსახუროდ დატოვება ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ ის ცალკე თემაა, რომ ეს ჩვენი ასეთი მოთხოვნები და თხოვნები და გათვალისწინებები ძალიან ცუდად დაგვიბრუნდა ჩვენ. აქედან გამომდინარე, რა გზასაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას წაადგება, ვიხმართ ყველა ხერხს. არავის არ ექნება უფლება, რომ აი თქვენ ეს რატო გააკეთეთ, ან ასე რატო იმოქმედეთ. 55 დღეა, მეგობრებო, ქუჩაში ვდივართ, 55 დღეა, რომ უბრალოდ ვითხოვთ იმას, რომ მოგვისმინოს პასუხის მგებლობის მქონე პირმა, მოგვისმინოს ხელისუფალმა და არ გამოგვიგზავნოთ აქ ვიღაცა ჯერ ისეთი უცნობი ადამიანი და მერე კიდე ისეთი, რომელსაც ლაპარაკიც არ შეუძლია და აქ თითების ქნევას და შეურაცხყოფებით იქნება დაკავებული. ეს ხო ჩვენი შეურაცხყოფა. უახლოეს მომავალში ძალიან მალე შიმშილობას დავიწყებთ და არა ორი ადამიანი, ძალიან ბევრი დავიწყებთ შიმშილობას. თუ საჭირო იქნება სანატორიუმში ვინც შევა და ვინც იკადრებს იმას, რომ ოღონდ თვითონ იყოს კარგად და ქალაქს რა მოუვა და რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურისა და შემოსავლების გარეშე, ეს თუ ვინმეს არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, ის ადამიანი არ იქნება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული და საკადრისი პასუხი გაეცემა და განსაკუთრებული საკადრისი პასუხი გაეცემა იმ მაღაროს კი არა, მაღაროელების დირექტორს თუ დირექტორის მოადგილეს, რომლებმაც
ვენტილატორები ჩართო და რომელიც კომპანიას უწყობს ხელს და ჩვენ მტრებს უწყობს ხელს, რომ ეს ხალხი მშიერი დატოვოს და ეს ქალაქი გაანადგუროს, სახელი და გვარი ვიცი, მეგობარო, შენი ახლა არ ვიტყვი აქ სახალხოთ, მაგრამ შევხვდები ჩვენ ერთმანეთს და გაგეცემა პასუხი და განსაკუთრებული პასუხი გაეცემა ხვალ ვინც დაждდება იქ და ეს ხალხი რო უნდა მიიღოს ვითომ სამუშაოზე რო უნდა მიიღოს და დიდი ნაწილი უმუშავე რო უნდა დატოვოს, ეს განზრახვა რო აქვს, სანატორიუმში მოგაკითხავთ და იმასაც დავინახავთ, რომელი ჩვენი თანამშრომელია მზად, რომ საკუთარი თანამშრომლები და მათი ოჯახები მშიერი დარჩეს, ქალაქი განადგურდეს, ოღონდ თვითონ ლუკმაპურის ფული იშოვოს. ამ ყველაფერს თავის ადგილზე დრო დაალაგებს, ოღონდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ სადგია რას აკეთებს და გარკვეულწილად ვიცით უკვე ვინ არიან ეს ადამიანები, დანარჩენს კიდე გზადაგზა გავიგებთ და ყველას გავცევთ პასუხს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ხო აი აქეთაც პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს და ვიტყვი იქედან რომ ან ბევრი გვაქვს სასაუბრო, უბრალოდ ეხლა ამ ეტაპიდან დავიწყებთ რომ ტყიბულს რომ ცოდნო და ალბათ ჭიათურ რაც მოხდა, ანუ გამოცდილება არ ქონდა მაშინ, რადგან ტყიბული არ იქნებოდა თანახმა იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაშიც ეხლა არის და ჭიათურლებს გვაქვს უკვე ის მდგომარეობა რომ ანუ რა გველოდება. ხო, მინიმუმ მათ მაგალითი არ ქონათ და ჩვენ უკვე გვაქვს მაგალითი. და ეხლა ეს მაგალითი მინდა რომ ანუ კარგად გაიგონ პირველ რიგში აქ მცხოვრებლა ადამიანებმა რომ ანუ ჩვენი ნდობაც თუ არა აქვს და ჩვენ თუ არ გვიყურებენ აი რაც ხდება ტყიბულში რომ ანუ მინიმუმ იმას მაინც უნდა ვხედავდეთ რომ აი ვინმე თქვას რომ აი ჭიათურლები რომ იძახიან ჩვენზე რაღაცას ეს არ არის სწორი და ჩვენ აქ კარგად ვართ ან რატო ვართ ცუდად ეს მაინც გითხრან ანუ არაფერს რო არ გვეუბნებიან ანუ ეს კიდევ ამყარებს ჩვენ სიტყვებს რომ ანუ მართლა ცუდი მდგომარეობაა იქ და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ ადამიანები და კიდევ ერთხელ იმას ვეტყვი იმ ადამიანებს რომ ანუ ჭიათურა არ არის ტყიბული ანუ რაც გაგივიდათ ტყიბულში ვერ გაგივათ ჭიათურაში ანუ უკვე ვერ გაგდით რომ ანუ 300 კაცს ვერ აგროვებთ ანუ მთელ ქალაქს ასაქმებდით ოღონდ თქვენ გაჩვენდითო და ეხლა 300 კაცს ვერ ძებნით და სოფლის გამგებლებიდან და კიდე ალბათ სადღაც გამგებლები ჩართული ყავთ ამ საქმეში. ანუ ეს რეალურად უფრო და უფრო თქვენს მდგომარეობას ასუსტებს, ართულებს და უფრო ცუდ მდგომარეობაში იგდებთ თავს. დავამატებდი იმას, რომ ტყიბულამდე აგერ პირდაპირ დაკავშირებული რაც არის აქ მოპოვებულ მადანთან ზესტაფონი. და არ ვლაპარაკობთ იქ მდგომარეობაზე ისეთნაირად რომ ანუ მათაც იგივენაირად შეუძლიათ რომ ეს ჭიათურლები რომ ამდენს ვიძახით ზესტაფონი ანუ მაშინ გვითხრან რატო არ აქვთ პრობლემა ანუ რა ხდება ესეთი კარგი რომ ჭიათურლები ვიძახით რომ აი ზესტაფონში ხმას ვერ იღებენ არა აქ ზუსტად ის ყველაფერი რაღაც რეჟიმი მოქმედებს რომ ანუ ხმის ამოღების საშუალება აღარ აქვთ ადამიანებს რომ პრობლემები ძალიან ბევრი აქვთ და ისევ ჭიათურა არ არის არც ზესტაფონი, არც გორი, არც ხაშური. ჭიათურა არის ჭიათურა და გეუბნებით იმას, რომ აიღეთ პასუხისმგებლობა. თუ ვერ იღებთ, ეგეც გითხარით, რომ ვერ იღებთ პასუხისმგებლობას. სინამდვილეში ეს არ თქმაც მეტყველებს იმაზე, რომ ვერ იღებთ ამ პასუხისმგებლობას, ვინც უნდა აიღოთ და აგზავნით ვერ მოლაპარაკი ადამიანებს. რომ ვერ ლაპარაკონ, ვერც გაგვაგებია რა უნდოდა. მართლა 10 კაცს რომ ვერ დაგვალაპარაკება, 3500 კაცი როგორ უნდა ჩავაბაროთ იმ ადამიანს? 10 კაცს ვერ გველაპარაკა. პასუხი ვერ გაგვცას დილობიანად და გვეუბნება, რომ თქვენი უფროსი უნდა ვიყო. ეგეთი უფროსები რო არ უნდათ ამ ადამიანებს და რო ამოუვიდათ ყელში და რო არასწორად იქცეოდნენ, მაგიტოა 55 დღე პროტესტის და მაგიტომ ვიძახით ამ ყველაფერს. სალაპარაკო კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ეხლა ის მინდა უთხრა იმათ, რომ ანუ ჭიათურაში ეგ ვერ გაგივათ. არც ეგ მაღაზია გვიკვირს კიდე და არც მაგ მაღაზიას და არც ვაუჩერებს გაუკვირვებივართ. ხო, თან აქ საინტერესო რა იყო, ანუ გუშინ დაისვა კითხვა, რომ რა ურთიერთობა გაქვთ პეტრიაშვილთან და საერთოდ არ ვიცნო პეტრიაშვილს, არ ვიცნო მის პროფკავშირს. ანუ ტყუილს რო ამბობ რაღაცა ისეთი ტყუილი უნდა თქვა, რომ ცოტათი დამაჯერებელი მაინც შეიძლება სიმართლესთან ოდნავ კავშირში უნდა იყოს, ხო? აგერ პირდაპირ ხედავთ რა ურთიერთობაც აქვს და როგორ წეღანავს თქვი რომ ყველა ერთმანეთზე გადაჭაჭულია ეს პროფკავშირის, ტყიბულიც, აქ GM-იც და კიდე ჩამოყევი, ხო, ვინც აგერ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფალიც. ეხა რავი, დღესაც საუბრობდი, ეხა მე ჩემ მეგობართან ერთად საუბრობდით, რომ რა უნდათ ამ ქალაქთან, ხო? ანუ რა უნდათ? რატო აკეთე? აი პირობითად რაღაცას რო აკეთებენ,
ხო შეიძლება რომ თუ მაინც აკეთებ და ფულს ხარჯავ, ხო? გააკეთო ისე რომ გამოიყენოს ამ ქალაქმა და გამოადგეს. აი მაგალითად ავიღოთ აქ თავზე რო დაგვჭერები ახლა ეშმაკის ბორბალი, ხო? დახარჯეს ფული და გააკეთეს, ხო? ხო გააკეთეს. ბიჭო, გააკეთეს და როგორ უნდა დაუშვა ადამიანმა ის რომ ამხელა რაღაცას აკეთებ, ამხელა ფულს ხარჯავ და სად აკეთებ, რა მიწაზე, რა ტერიტორიაზე აკეთებ, არის თუ არა მყარი ეს ნიადაგი, ეს რო არ შეისწავლო, ხო? გააკეთეს და всё, გაჩერებულია, ვერ შეეხება, ვერ დაქოქავს. და ეხლა თურმე დრენაჟებს უკეთებენ და რაღაცებს უკეთებენ. ანუ რატო აკეთებენ ამას და ეხლა მე ჩვენი შეფასებები მივეცით ამას, რატო აკეთებენ, ხო? ეს კარგია, ეხლა ვიღაცამ ტენდერში გაიმარჯვა, ეს ტენდერები რო შინაურობებით და ჩაწყობებით ხდება და აქ რეალურად ხარისხიანად არაფერი არ კეთდება, ზოგადად ჩვენ ქვეყანაშია ეს პრობლემა. მაგრამ ანუ განსაკუთრებით ასეთ სუდად რატო ეპყრობიან ამ ქალაქს. ეხლა ჩვენ რო ვიძახით, რომ ჭიათურას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ტურისტული განხრით განვითარდეს, მაგრამ და ერთ-ერთი მოთხოვნადი იყოს საქართველოში. ისეთი რა ვიცი, მდინარეები გვაქვს, ტბები გვაქვს, მთები გვაქვს, ბუნება გვაქვს, ბანაკები შენდებოდა, ან კურორტული ზონა იყო აგერ ჩვენთაში, კეთდებოდა ერთ დროს, მაგრამ ყველაფერი და ბევრი რაღაცებზე, რა ვიცი, ზეციხე, ქვეციხე, ძალიან ბევრი მღვიმეები და ძალიან ბევრი განსაკუთრებული და გამორჩეული ობიექტები გვაქვს, ხო? მაგრამ არავინ არ ზრუნავს ამაზე, რომ რაღაც სხვა მხრივ განვითარდეს ჭიათურა. აგერ საუბრობდი ეშმაკის ბორბალზე, გააკეთეს და ისიც ისე გააკეთეს, რომ რო ავიდეთ ახლა ჩვენ აქ იმდენი ადამიანი ვართ, რო დავეჯიკავოთ, შეიძლება გადავაბრუნოთ, ვაფშე აქ გადმოვაგდოთ ქალაქში, ხო? ანუ რატო აკეთებენ ამას? და ჩემი აზრით აკეთებენ იმიტომ რომ აქ ეხლა თუ ჭიათურა განვითარდა, თუ ჭიათურაში ტურისტი ჩამოვიდა, თუ ჭიათურაში რაღაც ატრაქციონები გაკეთდა, ბარ-რესტორნები გაკეთდა, ან რა გახდა იმის პრობლემა, ეხლა დღეს ისე განვითარდა ტექნოლოგია, რომ ეს მარგანეცით გამოდენილი წყალი პირდაპირ მდინარეს უარ შეუერთეს და რო არ დაბინძურდეს, ამის სალექარი როგორ ვერ გაკეთდა. მით უმეტეს მომგებიანი ექნება ეს სალექარი თვითონ კომპანიისთვისაც ერთი ხრივ დახარჯავს ერთ მომენტში ფულს, მაგრამ ის მარგანეცი რაც გაყვება იმ წყალს აღარ გაიქცევა ყვირილაში, ხო? იმ სალექარში ჩავა, გაიფილტრება წყალი და სუფთა წამოვა. ერთ დროს აქ, რავი, კატერები და ნავები დადიოდნენ, ხო? იგივე სიტუაცია თუ შეიქმნა, მდინარე გასუფთავდა, კატერები იყო, ნავები იყო, კაფეები გაკეთდა, ტურისტულად განვითარდა რაღაცა, ხო? მე ვეღარ დაანგრევენ მართლა ამ ქალაქს, ხო? ამ ქალაქში ბევრად უფრო მეტი ადამიანი იცხოვრებს და ბევრად უფრო შესაძლებელი იქნება აქ ცხოვრებაც და რა ვიცი, არსებობაც, ხო და აქედან გამომდინარე, რაღაცეებში თითქოს ფულს ხარჯავენ, ისევ თვითონ ფულს შოულობენ, მაგრამ ამ ქალაქს მომავლის პერსპექტივა არ უნდა გქონდეს. რა ყველაფერი იქით მიყავს, რომ ეს ქალაქი უნდა განადგურდეს და ვიღაცებმა ამ ქალაქის განადგურების ხარჯზე მერე მარტივად გადათხარონ მთლიანი ქალაქი და ბევრი ფული იშოვონ რა. აი სხვა შეფასებას მე პირადად ამას ვერ უძებნი, ხო? თუ ვინმეს აქვს სხვა შეფასება და თუ რამე აქვს არგუმენტი თუ რატო ხდება ეს, რავი, სიამოვნებით მოусმენ და ნახოთ ერთი რას გვეტყვის, თუ ვინმე შეუძლია რომ ამ თემაზე გვესაუბროს, მაგრამ ყველაფერი აქეთ მიდის რა. ყველა არის დაინტერესებული იმით, ყველაში ჯვარი წერია, ჩვენ შევდიოდეთ, მაგრამ ყველაში გულისხმობს რაღაც თანამდებობებზე მომჯდარი პირი და თანამდებობებზე მომჯდარი პირებთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც ინტერესი აქვს მხოლოდ დიდი ფული იშოვოს და რა ბედი ეწევა ქალაქს, ხალხს, ეს 1000 ხარისხოვანია მათთვის. მოკლედ, აი ერთი კომენტარია აი ამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მომაყურებელმა ისე გაიგო, თითქოს ესე იგი ეს პასუხისმგებლობის საკითხი მათ არ მიემართებათ, ხო? არა და აი ესე იგი ჩვენი მაყურებლის გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაღაროელების, რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სწორედ აი ამ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოხდეს შეხვედრა და სწორედ აი სახელმწიფო აიღოს ვალდებულება და გარანტია იმის, რომ ჭიათურა გააგრძელებს სიცოცხლეს, შეიძლება ასე ითქვას, გააგრძელებს ისე, რომ აღარ მოიწამლება მიწა და ჰაერი, გააგრძელებს ისე, რომ ადამიანებს აქ მშრომელ მაღაროელებს ექნებათ იმდენი ანაზღაურება, რომ შეძლონ ღირსეულად ცხოვრება და არსებობა. კი ბატონო. მეგობრებო, არ ვიცი, აი პრინციპში რაღაცა ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ თუ გექნებათ სურვილი რაიმეს დამატების სიამოვნა. მინდა დავამატო გიორ, ეხლა რაზედაც შენ საუბრობდი, ეხლა რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში რა ხდება, რა ემართება ამ ხალხს, არის ხელისუფლება.
ეს არის ამ თემას ვერ გავექცევით, ხო? გვინდა თუ არ გვინდა, დღეს არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში. მან უნდა გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ჩვენ ზუსტად აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ იმას კი არ ვიძახით, რომ ეხა დღეს ქართულმა ოცნებამ გადაიბაროს ჭიათურ მანგანუმი და მერე მოიხმაროს როგორც უნდა. ჩვენ ვეუბნებით იმას, რომ შენ რო გაქვს ამბიცია და რო გქონდა ამბიცია, რომ შენ ხელისუფლებაში უნდა მოსულიყავი, შენ იქვე უნდა გაგეცნობიერებია, რომ შენ ქვეყანასაც უნდა მიხედო, ხალხს უნდა მოусმინო და მათი აზრი უნდა გაითვალისწინო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში კომპანია GM ძარცვავს ჭიათურას, უნგრევს ადამიანებს საცხოვრის სახლებს, ანგრევს, რავი, სოფლებს, გადათხარა მინდვრები, ტყეები და ასე შემდეგ. და ასეთი უპასუხისმგებლო საქციელით ანადგურებს ჩვენ ქალაქს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ დღემდე რომ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდი და თითქოს შენ აქ არანაირი წვლილი არ მიგიძღვის, ზუსტად შენ მიგიძღვის წვლილი თუ რამე კარგი მოხდება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, აქაც წვლილი მიგიძღვის, თუ რამე ცუდი მოხდება, ესეც თქვენი დანაშაულია ბატონებო. ამიტომ ისე რო არ მოხდეს, როგორც აქამდე იძახოდით, რომ მე კარგი ბიჭი ვარ და კომპანია მოიქცა ცუდად. თქვენ უნდა აკონტროლოთ ზუსტად კომპანიაც, ინვესტორიც და ყველა რომ თქვენ ხალხს და თქვენ ქვეყანას ვერ მოექცეს ესე უპასუხისმგებლოდ. ამიტომ ჩვენ რამეს კი არ ვეხვეწებით და კი არ ვთხოვთ ხელისუფლებას. ჩვენ ვახსენებთ რა არის მათი ვალდებულება, როგორ უნდა მიხედონ საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას და ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას და ვითხოვთ რომ მოგვისმინონ. ო, კი ბატონო. რა ვიცი, მე აი მინდა რომ ესე იგი აი ამ ჩვენი ეთერითაც ვისარგებლო და მოუწოდო ადამიანებს, მოქალაქეებს, სხვადასხვა ჯგუფებს, ხო, ვინც არ ვიცი, აი რაღაცა სხვადასხვა ფორმით იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი, ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის, ხო? მინდა მოუწოდო, რომ რა ვიცი, უფრო მეტი სოლიდარობა ჭირდება ახლა ტყიბულს, უფრო მეტი ესე იგი, რა ვიცი, უფრო მეტი გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ამ ქალაქს დღეს რეალურად ძალიან უჭირს და მხოლოდ აი ამ სოლიდარობითაა შესაძლებელი რაღაცნაირად, როგორ? ყველა მიხდება. სოლიდარობა ჭირდება. ხო, ჭიათურაზეა ცხადია საუბარი, ტყიბულს რაც შეეხება, ტყიბულიც პრინციპში რაღაცნაირად აი ამ რეჟიმისგან დასახსნელია. საბოლოო ჯამში ტყიბულშიც, ჭიათურაშიც, რუსთავშიც, ყაზრეთშიც რაღაცნაირად ეს ერთი ბრძოლაა და რა ვიცი, მხოლოდ აი ამ ერთობითაა შესაძლებელი ის რომ შრომელებმა მოვიპოვოთ უკეთესი ცხოვრების საშუალება ამ ქვეყანაში. რა ვიცი, ეს დავამატებ ეხლა გამახსენდა და სულ მინდოდა რომ მეთქვა ნახეთ საქმე რაშია 2023 წელს ჩვენ როდესაც აქციები დავამთავრეთ და დავჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან თემურ ხონელია მაშინ თქვა ესეთი რაღაცა რომ მოდი გადავიდეთ სხვა ბანკში, გადავიტანოთ ას სახელფასო, ნუ ეს რაღაცა შეღავაც მოგცევს, ჩვენთვის კარგი იქნება, რაღაც ეს ცესხებსაც იქ გადავიტანთ. ანუ 2023 წელს იყო საუბარი ამ ყველაფერზე, რაც ახლა ჩვენ დაუკითხავად მოხდა. ოღონდ მაშინ არ ვიცოდით რომელი ბანკი იყო, რომელ ბანკს გულისხმობდა. ანუ რაშია საქმე? მთელი ამ ხნის განმავლობაში GM, CMC მათი წარმომადგენლები, პეტრიაშვილი თავისი პროფკავშირით, აგერსოცკი თავისი ხალხით ზიან მინისტრებთან და ალაგებენ ჩვენ გარეშე თუ რა ბედი უნდა გვეციოს ჩვენ და რა ბედი უნდა ეციოს ამ ქალაქს, ხო? არავის არ უკითხია ამ ხალხისთვის, გინდა თუ არა ლიბერტი ბანკში გადახვიდე შენ, გადაიტანო თუ არა ეს ერთი ხელის მოსმით, ანუ გადაყარეს ყველა ეს ადამიანი. არაფერს არ გვეკითხებიან, მეგობრებო. აქვე არაფერს არ გვეკითხებიან, აქვე გვეუბნებიან რომ საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენ რა გინდათ, ჩვენ როგორც გვინდა ისე იქნება და ულტიმატუმის ზემოთ გვესაუბრებიან. ან უნდა იყოს ასე, ახლა ნახე რა უნდა იყოს. შუქრუთის მოსახლეობა უნდა დაინგრეს, ჩვენ ამას ხელი უნდა შოუწყოთ და რას ქვია ის ხალხი საკუთარი სახლების დანგრევას აპროტესტებს, ითხვისი უნდა დაინგრეს, ყველა სოფელი უნდა დაინგრეს და ჩვენ კომპანიას ხელი უნდა შოუწყოთ, რომ პროტესტი არავინ არ გამოთქვას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ღია კარიერები კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს, უნდა გადათხარონ ყველაფერი და ამ ყველაფერს ჩვენ კომპანიას უნდა შოუწყოთ ხელი თორე ამ ქალაქის გადარჩენას და ჩვენი მეგობრების გადარჩენას კი არა. კომპანიას უნდა შოუწყოთ ხელი თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მუშაობა არ იქნება. ანუ რას ქვია არ იქნება, აქ ახლა პამიდორი მოვიყვანეთ ჩვენ და ერთ და ორ კვირაში დაგვილპება თუ რა. არ დაგჭირდებათ მარგანეცი? ვისატყუებთ ეგრე.
ამით მე იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით გვემტერებიან და ისეთი ისე მარტივად ლაპარაკობენ, რაც აქვთ გულში, რომ მარტივი გასაგებია. ეხლა ესენი რომ ცოტა სხვანაირად უდგებოდნენ ამ თემას და ცოტა შერბილებულად და სხვანაირად ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას, უფრო მეტი საუბარი დამჭირდებოდა, რომ სწორად გაეგო ადამიანებს, მაგრამ წაიკითხეთ მათი განცხადებები, მოусმინეთ ხალხო და ძალიან მარტივი გასაგებია, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, პირდაპირ ასე გვეუბნებიან რა. ან იქნება ისე როგორ ჩვენ გვინდაო, ან არა და საერთოდ არაფერი არ გექნებათ, ესე გვაშინებენ რა. ყველაფერი გვექნება, ჩვენ ეხლა რაც არ უნდა დაგვჭირდეს, ბოლომდე უნდა გავიჭიროთ, რომ შემდეგში მომავალში აღარ აღმოჩნდეთ ანალოგიურ პრობლემების წინაშე. ჩვენ ცოტა გისვათ კითხვა შეიძლება რაღაცასთან დაკავშირებით, რომ ანუ ეხლა პროტესტია მთელი ქვეყანა და ჭიათურაში უკვე რამდენჯერ ხარ პროტესტში ნამყოფი. და ესეთი ფაქტი თუ გინახავს, ანუ ჯერ რამდენი დღე ჭიათურაში და მე ის რომ მოთხოვნები რაც გააჩნია ამ პროტესტს, ანუ არალეგიტიმურად აღიარებენ ფაქტიურად, ანუ რა არა და ესეთი ფაქტი გინახავს, ანუ ამ პროტესტების განმავლობაში, რომ შეიძლება კი შეუთანხმდნენ და არ შეასრულონ, მაგრამ ანუ მთლიანად არალეგიტიმურიაო, მაგრამ ვერც გვეხებიან ცუდად, იმას გულისხმობ, რომ ანუ არ გვიჭერენ, ანუ შუქრუთში რაც ხდება, იმასაც ვერ აკეთებენ და თუ ჩვენი ქმედებები ყველაფერი, ანუ ესეთ ანუ ამ ფორმას გულისხმობ, ანუ საქართველოს პროტესტში თუ გინახავს, რომ მთლიანად არალეგიტიმურია ეს მოთხოვნები, რომელიც ანუ პირდაპირ არ უკავშირდება, რომ შენ მთავრობა გადადექი. ანუ ამას არ ვიძახთ, ვეუბნებით, რომ თუ შენ გაქვს ფუნქცია, ანუ კანონის მიხედვით ეს ფუნქციები შევასრულოთ ერთად, ანუ მოსახლეობა და ის რაც შენ თავს მიეცი უფლება გარკვეულ ხალხთან ერთად, ანუ ერთად შევასრულოთ, ანუ თლიანად არალეგიტიმურს იძახიან ამ პროცესში, ანუ ეს ჩვენ გიჟებად ჯერ კომუნისტები, მე რადიკალები, ახლა გიჟები და ხვალ ალბათ რაღაცას მოიგონებენ კიდევ და ანუ გინახავს პროტესტი ესეთი ფორმით, ან ესეთი იმის ცალკე აქეთა მხრიდან, ცალკე იქეთა მხრიდან, რომ ანუ არა ყველაფერი არასწორია თქვენი მხრიდან მოთხოვნებიც კი. როდესაც ჯერ ანუ ერთ ადამიანსაც კი ადგილობრივი მერიდან აი ვერ გაიგეს რას ვითხოვთ. ესეთნაირად ანუ კი გაიგეს, მაგრამ ანუ ესე უნდა გვაჩვენონ, რომ აუ თქვენ რას ვერ მაგდენი თქვენ არ იცით, ჩვენ არ ვიცით კი არა, ანუ ვითომ ჩვენ არ ვიცით და ისე სადღაციდან ფიქრობთ. ამ ფაქტზე რომ გითხრა შენი გამოცდილებიდან რაღაც. ავიცი, ჩემი რაღაცა ერთი ჟურნალისტის, ერთი მოქალაქის აღქმებს გაგიზიარებთ გულწრფელად რა. ანუ პირადად ჩემთვის, ხო ვთქვათ, აი ამ პროტესტმა რა მოთხოვნების დააყენა დღის წესრიგში, ალბათ რაღაცა ყველაზე უფრო პროგრესული მოთხოვნებია, რაც ესე იგი გაგვიგია საერთოდ ამ ქვეყნის, აი ამ უახლოესი ისტორიის განმავლობაში, ხო? რაც გულისხმობს რას? რომ მოდია ის დოულათი, რომელსაც ჩვენ აქ შრომელები ვქვნით ჩვენ მიწაზე, პირველ რიგში დარჩეს ამ ქალაქს, ხო? რაღაც აი მთელი ესე იგი შინაარსი აი ამ თქვენი მოთხოვნების პირადად ჩემთვის ასეა აღქმული, ხო? რომ მოდი აი რაღაცა კოლექტიურად ყველამ ერთად, ხო, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, მოდი ნორმალურად ვიცხოვროთ რა, ისე რომ არც ეს გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ გარემოს, დასაქმებულსაც ნორმალური ხელფასი ქონდეს, ჩვენ შვილებსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ განათლება მიიღონ, ტრანსპორტი ქონდეთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამაზე უფრო პროგრესული და კეთილშობილური მოთხოვნა პირადად აი რაღაც გულწრფელ ჩემ აღქმას გეუბნებით, მე არ გამიგია. ეხლა ამას რა დახვდა მეორე მხარეს, ხო? ამას მეორე მხარეს დახვდა ერთის მხრივ სახელმწიფოს, კომპანიისა და პროფკავშირის, ესე იგი ეს ერთობლივი სინქრონული წინააღმდეგობა, ხო? ანუ სახელმწიფოს, რომელსაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნება წარმოადგენს, ანუ უბრალოდ ჩემ აღქმაში უბრალოდ არ უნდა იმ პრეცედენტის დაშვება, რომ ესე იგი ამ ქვეყანაში აი ადამიანებმა, შრომელმა, პატიოსანმა ადამიანებმა თავისი ბრძოლით რაღაცას მიაღწიეს, უბრალოდ არ უნდა ამის დაშვება, იმიტომ რომ დღეს თუ ჭიათურამ გაიმარჯვა, ხვალ ყიბულმა შეიძლება ხმა მოიღოს, შემდეგ კაზრეთმა შეიძლება ხმა მოიღოს და შეიძლება ეს მთელი მაგათი ეს ფულის საკეთებელი სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ხო? იმიტომ არის არალეგიტიმური ეს, ხო? ხო, აქეთ ეს პროფკავშირია, რომელიც უბრალოდ ახლა ამ პროცესებმა სააშკარაოზე გამოიყვანა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, არ ვიცი, რაც წარმოადგენს პეტრიაშვილი და რეალურად ვის ინტერესს ემსახურება, ხო? და ახლა შრომელების ინტერესებს რო არ ემსახურება, რა ვიცი, ეგ მე მგონი ისედაც ბევრისთვის ნათელი. და კომპანია, ახლა ხო, არ ვიცი, ახლა ეს კომპანია
რა ვიცი მე მაინც რაღაცაირი ბევრნაირი ეჭვი მაქვს რა რას ცდილობს კომპანიაში ამ ქალაქში ეს კომპანია და რაღაც ასე თამამად ვერ ვისაუბრებდი თუმცა ჩემთვის რა ძალიან ცხადი არის ის რომ ჭიათურაში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი რესურსია და აი ამ სამივეს უნდა რომ კიდევ უფრო მეტად დაეპატრონონ ამ რესურსს ისე რომ ქალაქში მინიმალური დატოვონ ისიც აღარ დატოვონ რასაც ტოვებდნენ თქვათ აი ამ ხელფასების სახით და ასე შემდეგ და მაჯიბეებში კიდევ უფრო მეტი ფული წავიდეს და ამის გაჩერება ანუ მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია მშრომელთა ერთობას რა როგორც კი ეს ერთობა მოირღვევა როგორც კი არ ვიცი ადამიანების თქვათ რაღაცა ჯგუფს თავში გაუჩნდება აზრად ის რომ მოდი აი იმის გამო რომ მე ბანკის ვალი მაქვს და ბავშვი მშიერი ყავს და ასე შემდეგ აი რაღაცა მარტო ვიმოქმედებ ის ადამიანიც მშიერი დარჩება საბოლოო ჯამში იმიტომ რომ როცა საქმეზე მიდგება მარტო იქნება და დარჩენი ჯგუფის და ამიტომ რა ვიცი ეს რაღაცა რისის სწავლად შეგვიძლია ისტორიიდან ესაა რომ ესე იგი მშრომელებს მხოლოდ შეიძლება მშრომელების იმედი კონდეს და ამ ერთობას შეუძლია აი რაღაცა რეალური ესე იგი კეთილდღეობით და ცვლილების მოტანა ამ ერთობას შეუძლია დიდი ძალა დაანახოს ყველას და ეხლა რასაც თენგო ამბობდა რომ ამ მოთხოვნებზე თითქოს ისე ამბობენ რომ საერთოდ სისულელია ეს მოთხოვნა სხვათა შორის ეხლა მე ჩვეულებრივ მოქალაქეებთანაც რომ მქონია საუბარი ფონდზე აი ეს ცოტა არარეალურად მიმაჩნია ესეთი უთქვამთ ხოლმე და მე დაუნდგარ ვარ და თავიდან ბოლომდე ამიხსნია რა როგორ უნდა იყოს რატო და ანუ როცა ამიხსნია ამ ადამიანებისთვის ყველამ კარგად გაიგო ყველამ მიიღო და აუ სააღოლ და კი და მასია და ეგრეა და ეხლა ჩვენ ამას ვინმე კი არ გვისმენს ჯერ ვინ მოგვისმინა საერთოდ ეს მოთხოვნები ვინ დაგვიждდა სალაპარაკოთ რომ აი მარტო იმას კი არ ვითხოვ რომ შეიქმნას ფონდი რომ მომისმინოს ასე უნდა გაკეთეს ასე ამიტოა ეს შესაძლებელი ამიტო ჭირდება ამ ქალაქს ამიტო აქვს ამ ქალაქს ამის მოთხოვნის უფლება ეს კი არავინ არ მოისმინა უბრალოდ ის რომ ფონდი უნდა შეიქმნას და ვიღაცას უნდა მოაკლდეს ის 5% ეს რო გაიგებს სულელური მოთხოვნაა რა ესე მარტივად რა ეს არ აწყობთ იმიტომ რომ ვიღაცას უნდა მოაკლდეს და ეს მარტივად გასაგებია ეხლა ჩვენთვის და მარტივად უნდა ესმოდეს ყველას თუ რატო აქვს ასეთი შეშფოთება ამ ფონდთან დაკავშირებით და მხოლოდ იმაზე აპელირებენ ეხლა რომ მთავარია სამსახურები გქონდეთ და სამსახური ხო გექნებათ და სხვა რა გინდათ ანუ თითქოს ეხლა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამსახური გვჭირდება და იქ სოფლები თუ დაინგრევა, ქალაქი თუ განადგურდება და 2 წელიწადში კიდე ორმაგი ვალები გვექნება კომპანიის ამ უნამუსოქმედებებიდან გამომდინარე და ჩვენი თანამშრომლების ნახევარზე მეტი უმუშევარი თუ დარჩება, ეს თითქოს არ უნდა გვაღელვებდეს, ხო? ისე წარმოაჩენენ ამ პრობლემას და ჯერ ერთი არც ერთი მშრომელი არ უნდა დარჩეს დაუსაქმებელი და მე როდესაც კომპანია აცხადებს ანუ მე დავბრუნდები ისევ, ეხა მოვიყვან სოцკის, ეს დაალაგებს აქ სიტუაციას, მაგრამ იცით როგორ დაალაგებს? მასობრივი წმენდა უნდა მოხდეს, ანუ არ გვეუბნება, რამდენი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, რამდენი უნდა დარჩეს. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ჩვენც აი რამდენიმე იურისტის მოსაზრება წავიკითხე, ხო? რომელიც მათ შორის აი ეს გადაწყვეტილებები ეხა სრულიად ესე იგი აი კანონთან შეუსაბამოა და ჩვენც აი ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საზოგადოებას მივცეთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ ჯერ ხო ლაპარაკობთ, რომ ძალიან ბევრი დანაშაულებები აქვს ჩადენილი, მაგრამ აგერ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ ყოველ დღე ჩადის დანაშაულს, რა ყოველ დღე, რავი, ახალ სისულელეს იგონებს, თითისკნებები, შანტაჟის ენა, აგერ ამბობს, რომ ხალხის სამსახურიდან უნდა გავათავისუფლო, მაგრამ ვის იტოვებს, რამდენი იტოვებს. უნდა შევამცირო კადრები ამბობს და თან მართლ გოლში, რავი, ყოველწლიურად იზრდება ახალი მოდის, ძველი არსად არ მიდის, ხო? აქედან გამომდინარე, ყველა უნდა წავიდეს აბსოლუტურად, უნდა მოსუფთავდეს ველი ის სარეველა უარგისი, რაც არის ამოსული, ძირფერცვიანად უნდა ამოითხაროს. ამაში გვჭირდება ხელისუფლების ჩართულობა და დახმარება. ჩვენ აქ მშრომელი ხალხი ვართ, ხელმძღვანელებიც არიან, რომლებმაც თავის საქმე იციან, წესიერი ადამიანები არიან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და რომელსაც შეგვიძლია მთელი ჭიათურა და მანგანუმის მოპოვება ვამუშაოთ. მაგრამ ნუ დაგვაჯენთ აქ ვიღაცეებს კისერზე და ნუ შექმნით სპეციალურად იმ სურათს, რომ წამგებიანია ჭიათურა. ეს კომპანიამ სპეციალურად შექმნა ეს ყველაფერი. სპეციალურად მიიყვანა აქამდე ეს პრობლემები, რომ მერე
ზუსტად იმიტომ რომ ხალხი ოღონდაც და სამსახურში დამაბრუნე და სხვა სრაბედი ეწევა არ დავეძებ, ოღონდაც მომუშავე და ხმას არაფერზე არ გავიღებ, ოღონდ მშიერი არ მოვკვდე. ანუ ესეთი რაღაცა უნდა გაეკეთებია და მე მგონი უნდა მივხვდენ იმას რომ არ გამოუვათ ახლა შეიძლება წეღანაც მოусმინეთ ერთ-ერთი გამოვიდა იქ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს მე უნდა ვიმუშაო ჩემო თანამშრომლებო მობძანდით რომ სამუშაო ყველას გქონდეთ მაგრამ ეხა იმ ადამიანს რო ვკითხოთ ჩვენ რომ კომპანია რო ამბობს რომ მასობრივი წმენდა უნდა მოხდეს და ხალხის სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს ამას რამდენი თანამშრომელი მიყავს სამუშაოდ ანუ რას უშვება იმ დანარჩენებს რომელიც უმუშევარი რჩება ხო და ესეთი ვიწრო აზროვნების მქონე ადამიანები რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ მტრებთან მეგობრობენ იმიტომ რომ სხვა გზა მათ არ აქვს არც განათლება აქვს არც საქმის პროფესიონალები არიან არც ვაჟკაცობა გააჩნიათ და უბრალოდ ვიღაცას რომ მიყიდონ სული აი ამით შოულობენ ფულს რა ხო და აქედან გამომდინარე ეხა სადაც ნახავენ მარტივად შესაძრომს და კომფორტულად თავს ყველგან მძრებიან ეგეთი ადამიანები ხო მაგრამ ეგეთი მძრომიალა ადამიანებს ჩვენ ვერ შევწირავთ ვერ ჩვენ ქალაქს და ვერ ჩვენი თანამშრომლების ბედს ამიტომ გაეცემა ყველას პასუხი საჭირო იქნება ხელჩართული ჩხუბიც გვექნება გაიგებენ სიტყვით ძალიან კარგი მაგრამ ძალიან ბევრი გვექნა საუბრები და ამდეხანს უნდა გაეგოთ ამიტომ ყველამ რო იცოდეს იქით ამხარემაც აქეთ ამხარემაც რა ვიცი გვერდიდან ზევიდან მაყურებელმა ყველამ რო იცოდეს ანუ ვინც სწორად აზროვნებს და არის მართლა სიმართლის მოყვარული და სამართლიანი ადამიანი ყველა ხვდება აქ რაზე არის საუბარი და ყველა მხარს გვიჭერს და ყველა გვერდში გვიდგია და არსებობენ ის მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც არაფრის დანახვა არ უნდა, მხოლოდ თვითონ იყოს კომფორტულად და ეხა მარტო საკუთარ ინტერესებზე ვინ ზრუნავს, მაგათმა მიხედონ თავიანთ საქმეს, მაგრამ ამ პროცესებს ნუ შეუშლიან ხელს და ამ ქალაქის განადგურებას ნუ შეუწყობენ ხელს. ხო და თუ მაინც ასე გააკეთებენ ამ ქალაქის განადგურებას ხელს შეუწყობენ, ვერ მივცევთ ამის საშუალებას და როგორც იქნება საჭირო, ისე დაუპირისპირდებით. ამიტომ მეგობრებო, ხვალდილიდან მაღაროელებო, გელოდებით. ყველა ძალიან ბევრ ლოკაციაზე მოგვიწევს ბლოკპოსტების გამაგრება და მოგვიწევს, რომ ეხა დავანახოთ ამას, რომ ასეთი იაფასიან სატყუარაზე აქ არ წამოვეგებით ჩვენ და ჩვენ ვერ გავწირავთ 3000 ადამიანიდან 2000 და მათ ოჯახებს საშიმშილოთ და ჩვენ 1000 კაცი ვერ წავალთ მშვიდად და კომფორტულად სამუშაო ადგილებზე და ყველა ესე უნდა ვფიქრობდეთ და სხვათა შორის ეხა ერთი უნდა ვთქვა დღეს უსმენდი ჭყალებში პატივცემული მაკაშარვაძის გამოსვლას რომელმაც ვერ მაპოვნინა სადმა გბინები თბილისში და აღარ ლაპარაკობს უკვე ამაზე არც ჩემი სუსის აგენტის სახელი არ გააჟღერა 2 დღე კი არა 2 თვე გავიდა მის მერე და ეხა დაიწყო რავი წყევლა კრულვა ჩვენი და რა ვიცი იმას თუ კიდე წყევლა უნდა წყევლა მაწყერვალის არისო და დაწყევლიც არის და განადგურებულიც მაგრამ ერთ რამეში ვეთანხმები მხოლოდ აი წარმოვიდგინეთ რამხელა რაღაცა მოხდა მაკაშარვაძეს ვეთანხმები წყევლი და იმ ადამიანებს ვინც სოცკის დაძახილზეო და ესე სამუშაოზე წავაო და მათ პირობებს დაეთანხმებაო ხო მართლა არ უნდა დაეთანხმოთ მაგ პირობებს ამ ერთ რაღაცაში ვეთანხმები ალბატონ მაკას მოგესალმებით ჩვენ ჭიათურლები ჩვენ ჭიათურლები მაღაროელები არ ვაპირებთ ჩვენი ქალაქის დატოვებას არც იმის უფლებას მოგცევთ ხალხი დატოვოთ უმუშევარი და გააქციოთ ამ ქალაქიდან. პირიქით ბატონებო, ვინც ხართ ჩამობრძანებულები და აქ ხართ დასაქმებულები, მაღალ ეშელონებზე მაქვს საუბარი, თქვენ თვითონ მიბრძანდებით, ჩვენ შორიდან ხელს დაგიქნებთ და სულ კარგად ნახვამდის თუ ესე გეტყვით. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქალაქის დატოვებას, ძალიან კი გინდათ, მაგრამ ვერ მოგართმევთ, ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, სხვათა შორის ოჯახებში გავიზარდეთ, ვიცით პატივისცემად და ვიცით პაღურის ამორტყმევაც. ასე რომ ტყუილად ცდილობთ, არაფერი არ გამოგივათ, ეგეთი რაც შანაფიქრები გაქვთ. ჩვენ აქ წესიერი ხალხი ვართ, შრომელი ხალხი ვართ და ჩვენ ვიცით ჩვენ ქალაქს რა ჭირდება და ვიცით რაც გვჭირდება ჩვენ. ასე რომ ტყუილად ცდილობთ. ჩვენ არ ვართ მონები რომ მაღაროს კარებს გაგიღებთ და შედით მეტი რა გინდათ, ხელფას კი მოგცევთ კიდე, ჩვენ არ ვართ მონები, ჩვენ გვინდა ჩვენი ქალაქი, ჩვენ გვინდა
ვიყოთ დასაქმებულები, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მონურ პირობებში და როგორც თქვენ გვესაუბრებით, ესე თითის კაცუნის და ხელების ქნევით ეგრე არ გამოვა. ჩერ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოსმენისთვის. ანუ ისევ იმ კომენტარს შევეხები, რომ ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა და მინდა რომ ისეთნაირად შევეხო, რომ რაღაც ამომწურავი იყოს პასუხი. ჯერ ეს აქამდე რომ მოვიდოდა და 55 დღეს ესე იქნებოდა, ანუ ეს ვერ წარმოედგინა ვერც პროფკავშირს, ვერც კომპანიას და სამწუხაროდ ვერც მთავრობას, იმიტომ რომ ადვილად გვიგვარებდნენ მაშინ, ანუ ჩვენ თუ ხედავთ და ამ პროტესტში საუბრობთ, რომ პროფკავშირმა ეს დააშავა, კომპანიამ ეს დააშავა და ეხლა ისინი აშავებენ და ვთხოვთ პასუხისმგებლობას მთავრობას. რომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ჩვენ ყველანაირმა კომპანიამ რომ გაგვწიროს, მთავრობამ უნდა მოიაქციოს ყურადღება. ანუ ჩვენ როგორც კომპანიის არასწორ ქმედებას ხედავთ, ეგრევე ხედავთ მათი მხრიდანაც არასწორ ქმედებას. უბრალოდ ეს არის რაღაც პროტესტის სტრატეგიის ნაწილი. როდესაც მივადგებით იმ ნაწილს, რომ როგორც ახლა კომპანია იქცევა, დაახლოებით მსგავსად რომ იქცევიან, ოღონდ ცოტა რომ ერიდებიან განცხადებებს, ანუ აუცილებლად მივადგებით იმ თავარ დამნაშავეებსაც, რომელიც ახლა გარბიან. მაგრამ ის რომ ჩვენ ანუ ვითომ ადგილობრივს ვეუბნევით მარტო და ამათ ხელს უსვავთ, არამათაც ზუსტად იმას ვეუბნევით, რომ ანუ ვერ ასრულებთ იმ ფუნქციას, არ ასრულებთ იმ ფუნქციას რა. საკრებულოს ხტომაც ვერ ჩაატარეს და როგორ მოუწონოთ ეს, მეტი როგორ უთხრათ, ანუ ვერ ატარებენ, ვერ გააკეთეს ვერაფერი. ერთადერთი რაც გააკეთეს, იმ კომპანიას და იმ პროფკავშირს ელაპარაკნენ და ხან უკანა კარიდან აპარეს, ხან წინა კარიდან აპარეს, მერე ხალხი რომ ანუ ეგეც ვერ შეძლეს და მეტი როგორ, მაგრამ ჯერ სხვა საქმე გვაქვს მისაყვანი, თორემ მეტი როგორ უნდა გვაჩვენოთ თუ ვაჩვენოთ, რომ აი ვერ მუშაობს, არ მუშაობს. ვერ აგვარებს ვერაფერს რა. როგორც კომპანიამ ვერ მოაგვარა, ისე ეგენიც ვერ აგვარებენ. ანუ კარგი კომპანიას არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა იმ დონეზე აყვანილი, რომ ჩაერთოს, ანუ მეტად მორალური კუთხით შეხედოს ამ პრობლემას, მაგრამ სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულება აქვს, მით უმეტეს, როცა გვაქვს, რო არ ჩვენ რო სადღაც მინდორში ქარხანა გქონდეს მარტო, იქ ვერ მოვთხოვოთ შეიძლება ვიღაც მთავრობას, მაგრამ როდესაც ყავს ქალაქის მერია, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ კი არ უნდა უთხრათ, რომ ესე გააკეთე. ანუ თვითონ უნდა იმოქმედოს ისე როგორც მის ხელშია, ძალაუფლება მის ხელშია ის მანდატი თუ რაც მიცა ამ ხალხმა როცა მიცა, ანუ უნდა იმოქმედოს, არ მოქმედებს. ჩვენს წინააღმდეგობა, ჩვენ სტრებს სუფრას უშლის და ანუ ესე რომ თქვა პირდაპირ. ჭიათურის სტრები ვინც არიან, სუფრას უშლის. მეტი როგორ თქვათ, რომ ეს ვერ ფუნქციონირებს სწორად რა. ბატონი, მერი დადის უკანა კარები. ანუ ქალაქში ჩვენ დავდივართ ყველგან, გადავადგილ, არსად არ ვიმალებით, არც ჩუმჩუმად დავდივართ, მაგრამ ქალაქის მერს ვერ ვხედავთ ქალაქში. ვეღარ ვხედავთ. უკანა კარიდან შეყავს დაჟე სტუმრებიც უკვე, წინა კარიდან ვეღარ შედიან და მეტი როგორ უნდა ნახოს გინდ ცენტრალურმა მთავრობამ, რომ აქ ის კაცი ვიღაცა სახელს და გვარს არ აქვს ნიშნულობა, ანუ მერი რომელიც მათ დანიშნეს, მოსახლეობას ვერ ეხმარება. ვერ უდგება გვერდით ისე როგორც ანუ ეკუთვნის კანონით. განა ისე რომ აი ვიღაც ახლობელია და ვიღაც მეზობელია. კანონით რა უფლებებიც აქვს მინიჭებული და დაკისრებული. ვერ ასრულებს იმას რა. შუა მავლის რგოლშიც ვერ მუშაობს, გარდა იმისა რომ ვერ ზრუნავს, შუა მავლის რგოლსაც ვერ ასრულებს. მეტი ანუ როგორ უნდა ვუთხრათ, ანუ როგორ ლანძღოთ, ანუ ლანძღვა არ მიგვიყვანს იქამდე რომ რაღაც და ვამბობთ, რასაც ხედავთ, რაც ფაქტები გვიდგას როგორც კომპანიაზე, ისე მთავრობის წარმომადგენლებზე და ისე იმაზე რომ ანუ ეხლა აქ რასაც ხედავთ ადგილობრივ მთავრობაზე, კონკრეტულად შეგვიძლია რომ ესე ვილაპარაკოთ არ ჩანან და ის ზემოთ ცენტრალური მთავრობა ისინი საერთოდ ვის უსმენენ ვერ გავიგეთ. ანუ ჩვენი ხმა პირადად ვერ მოისმინეს. ანუ ჩვენი ნალაპარაკები ვერ მოისმინეს. ვერც იქ ჩასული, ვერც ლაივით ნათქვამი და ვერანაირად ვერ მოისმინეს. ანუ სხვისი ნათქვამის ჯერათ. ანუ ამას ხედავთ და მოვან ამ პროტესტში ის მომენტი, როცა ანუ მათაც იგივენაირად მოვთხოვთ პასუხს, როგორც ეხლა ვთხოვთ იმ დანაშავეებს, დამნაშავეებმაც მიგვიყვანეს ამ პრობლემებამდე. ანუ ეს მინდოდა რომ იმ კომენტარისთვის რაღაცნაირი პასუხი გამეცა რა. ანუ ეს ჩვენს გვეჩქარება ყველას და გვინდა რომ აი ხვალვე კარგად იყოს, მაგრამ ეს გრძელვადიანი იქნება და ანუ დრო დაჭირდება და მივადგებით იმ ყველაფერს რომ ანუ ყველა ვინც აშავებს მოუწევს რაღაც დოზით კანონმდებლობით პასუხისგება.
ბატონო. ეს დავამატებ და დავამთავროთ. ბატონო. გვინდა ჩვენ ანუ ამ კომპანიას ისე გამოდის ახლა ვითომ ჩამოყვანილი ვყავართ სხვა ქალაქებიდან დაქირავებულები და всё აღარ მჭირდები მოგებაზე ვერ გადის კომპანია და კარგად იყავი ვითომ არ ვცხოვრობთ ამ ქალაქში ჩვენ და კარგად იყავი და მიხედე შენ საქმეს წადი სხვაგან იშოვე სამსახური და ჩვენ აღარ ვჭირდები და უნდა გავაკეთო რეორგანიზაცია კიდევ ერთხელ გამიმეორებ არცად არ ვაპირებთ ჩვენი ქალაქიდან წასვლას და არც ჩვენი სამსახურების დატოვებას ვინც მაგას ცდილობთ თქვენ თვითონ დატოვებთ სამსახურებს გელოდებით ხვალ დილიდან ყველას დავამატებთ იმას რომ მადლობა მაუწყებელს რომ მოგცა ამის შესაძლებლობა ხო, კი ბატონო. რა ვიცი, გადმოვთარ აქეთ პირველ რიგში მივესალმები ყველას და მადლობელი ვარ თქვენი როგორც ჟურნალისტების ობიექტური ხალხის რომელიც ჩამოხვედით იმის გამო რომ თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩვენი ეს გულის ტკივილი გაავრცელოთ და რეალური ისაუბროთ თქვენს ჩვენ 54 დღეს დაგვიდგა ესეთი რეალობა მე არც არავის არ მერიდება რომ პირადად მიმართო იმიტომ რომ პირველ რიგში გამაჩნია და ვარ მე ზდილობიანი ადამიანი და ზდილობის ფარგლებში მაინტერესებს ესეთი რაღაც. წარსდგა 54 დღეს ისეთი პიროვნება ვითომ და პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენს წინაშე მაღარუელების, შრომელების, წესიერების წინაშე ისიც კი არ იცოდა მე რამდენი დღე იყო პროტესტის და გაგვეცნო პირდაპირ ესე ხელის გაშლით და მუქარებით რომ მე ვარ სოსკის მაკაცი. მოდებაძე ვარ და ჭიათურელი ვარ. კი ბატონო. თურმე როგორც თვითონ აგვიხსნა ნამუშევარია, ანუ ზუსტად არ ვიცი რა თანამდებობაზე და როგორ, მაგრამ ნამუშევარია სუსის, ანუ უსაფრთხოების სამსახურში და როგორც გავიგეთ, ანუ იმ წოდებიდან გამომდინარე, იმ შრომიდან გამომდინარე, წოდებაც არ აქვს ვიღაც რიგითი არ არის რა. იმ თავის პროფესიაში ქონდა წონა. დღეს მუშაობს თუ არა, მაგარ დაუფიქსირებია, მაგრამ ანუ იყო თავის დროზე როცა მუშაობდა, ეხა არის ურალოდ სოცკის მარჯვენა ხელი და ჩამოვიდა ჩვენთან კიდევ ვაფიქსირებ, არც კი იცოდა ჭიათურელი ხალხი რამდენი დღეს და ღამის განმავლობაში ვიყავით ქუჩაში. არ უკითხია პირველ რიგში როგორ ხართ არანაირად არავისთვის არჩევთვის პირდაპირ გადავიდა იმ თემაზე რომ მე ვარ სოცკის მაკაცი ჭიათურა და ტყიბული არის ჩემი ამ დიალოგს ასევე მოყვა მისი მხრიდან ესეთი საუბარი რომ ვინ არის ირაკლი კობახიძე მე ესე ვიცნობ ირაკლი კობახიძეს რომ არის ჩვენი პარლამენტის ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომელსაც რა ვიცი პირადად მე არც არ მომისმენია რომ წესიერ შრომელ მაღარუელებზე რამე პრობლემა აქვს და ეს პატივცემული ადამიანი პირდაპირ იძახის ამდენი ხალხის წინაშე თან ხელებს გვიშლის რომ ვინ არის პრემიერი ვინ არის ხელისუფლება აქ ვარ მე და მე გადავწყვიტავ ყველაფერს და ეხლა ერთმა ორგანომ რა ვიცი ზოგადად გვაცოდინოს ვინ არის ეს ადამიანი სიკეთისთვის არის მოსული ჩვენი გაფუჭებისთვის ჩვენი გაშავებისთვის ეს შრომელი ადამიანები ნაწვალები ხალხი ვინ არის რას წარმოადგენს ესეც რომ რადგან მოდებაძია და რადგან ანუ მე რომ შრომელი ადამიანი ვარ და მას ცხოვრება მიცა იმის შანსი რომ სუსში ყოფილიყო თავის დროზე ძალიან დიდ თანამდებობაზე კარგო ადამიანო და კარგო ჭიათურელო თუ გინდა რომ კარგი ჭიათურელი იყო შენ მე როცა ვიხედები რომ ჩემზე მეტი გასახანი გაქვს და ჩემზე მეტი შეგიძლია ამ ქალაქისთვის გააკეთო მაგრამ შენ ძალაუფლებას უკვე იყენებ პირველ რიგში ჩემ წინაშე როგორც ანუ მანახებ იმას რომ მე ძალა ვარ და შენ არაფერი არ ახარ იმიტომ რომ შრომელი ხარ ჩვენ შესაბამისად შრომელი ადამიანები ყველას ვანახებთ იმ ძალას რომ ჩვენ არ გავდივართ არანაირი არაკონსტრუქციულ საქციელებს ესე არ ჩავდივართ, არ ვავღოთ კანონს, ვართ კანონმორჩილები და ასევე მინდა როგორც მოსვლაზე ამ ადამიანის გავამახვილე ყურადღება
გვარსაც ვასახელებ, მოდებაძეა, პაატა არის მოდებაძე. არსებული მერი, ვინც გახლავთ ჭიათურაში არის ბატონი გივი მოდებაძე. მე პირადად ერთხელ იყო გამოსული მე რაც ვიცი ჩვენთან ადგილობრივებთან შესახვედრად და ახალი მომხდარი იყო ინციდენტი მაშინ თბილისში ყველამ ნახეთ და ჟურნალისტებმაც საქართველოს მოქალაქეებმაც ყველამ ნახათ ისევ და ისევ პირველი არქის საშუალებით თუ გინდ როგორ იგინებოდნენ ის ხალხი რომელსაც წარმოადგენდნენ პროფკავშირები იყო გივი მოდებაძე გამოსული და გვითხრა ესეთი რაღაც მაღაროში დასაქმებული ადამიანმა თუ გინდ თქვას რაღაც ცუდი და გავიდეს კონსტრუქციის გარეთ რაღაც დააშავა თქვა მაღაროელმა პროფკავშირების წინაშე ის რომ თქვენზე მეტით ანუ იურიდიული პირი არის ჩემზე მეტი ვალდებულება აქვს მას არ ქონა არანაირი ვალდებულება რომ და იმის პირობა და არც კი შეეძლო მორალურად რომ შრომელ ადამიანს ესე ოფიციალურად მიაყენოს შეურაცხყოფა. მე სადაც მექნება გივის სიტყვებს ვიმეორებ, რომელიც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, მე სადაც მომეცემა საშუალება იმის რომ მაგ ადამიანებს შევხვდე თუ შემახვედრებს დროება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება თუ მაზეგ იქნება, მე აუცილებლად ჭიათურის სახელით, თქვენი სახელით მე ამას გპირდებით. ამ ეტაპზე მე მეტი არაფერი არ შემიძლია, მაგრამ მაგ ადამიანებს სადაც შევხვდები, ყოველთვის ვეტყვი რომ თქვენ ხართ უღირსი ადამიანები, იმიტომ რომ ჭიათურელი მაღაროელები არიან წესიერი მშრომელი ადამიანები და თქვენ თვითონ ხართ უღირსები და ყველგან დავაფიქსირებ ამას, რომ ის წარმომადგენლები ალანიას თამადობით ყველანი არიან არაკაცები. ეს თქვა საჯაროდ ჩვენთან. და შემდეგ უკვე რაღაც ის მეგობრული საუბარი შედგა, ისი ჭიათურელია, ჩვენ ჭიათურლები ვართ, რაღაც ნაცნობობა კავშირი და ანუ უკვე დავინახეთ იმ მომენტში მე პირადად დავინახე რომ ჭიათურას ყავს ღირსეული მერი გამოვიდა და გვეუნევა ესეთ რაღაცას რომ სადაც მომეცემა საშუალება მე თქვენ გპირდებით ჭიათურლებო ამ ეტაპზე ეს შემიძლია რომ თქვენს ანუ ჭიათურლებზე მაღაროელებზე მიყენებული შეურაცხყოფას არ შევარჩენ მაგ ადამიანებს მე ამის პირადად არ მithქვია მაგრამ გულში აუცილებლად როგორც ერთ-ერთმა ჭიათურელმა გაუმარჯოს გივი მოდებაძეს ღმერთმა იმის გამო რომ ესე საჯაროდ ანუ ჩვენ ქალაქში პირველი პირი არის და ღიად ვინც გამოთქვას ჩვენ სოლიდარობას რა თქმა უნდა დავეთანხმებით საღაზრში და დიდ მადლობასაც მოუხადე მე მაშინ იმას გულში პირადად არ მithქვია მე პირადად მაგრამ სულ რამოდენიმე დღეში გივი მოდებაძემ დაგვაყენა ასეთი ფაქტის წინაშე ის მაგინებელი ხალხი პირადად ალანიამ ისიც ვერ გაბედა რომ ჭიათურაში ჩამოსულიყო მათი წარმომადგენლები ისევე რომლებმაც ჩვენ გვაგინეს შეურაცხყოფა მოგვაყენეს არა მარტო მაღაროელებს თლიანად ჭიათურლებს ჩვენმა პატივცემულმა გივი მოდებაძემ ეს ხო მოგონილი არ არის და მე ზღაპარს ავყვები ესეთი საზოგადოება ისევ და ისევ აიყვანა კაბინეტში იქ გადაწყვიტეს თურმე ბედი სადაც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი თურმე იმ დროს იყო ეს თავში ნახსენები ბატონი პაატა მოდებაძე მანაც როგორც გითხარით ანუ არც პრემიერი აღიარა არც ხელისუფლება აღიარა არავინ არ აღიარა მოდებაძე პაატა გვემშვიდობება ჩვენ მერიასთან მისვლამდე მერიის პარკში სადაც ანუ უშუალოდ უკვე გაასწა ყველანაირ ზნეობრივ ადამიანურ ღირსეულ რა ვიცი კაცურს ადამიანურს იმას რომ იხედები ქალები არიან, ქალბატონები არიან, ქალბატონებთან ერთად ბავშვები არიან და ჩვენ კიდევ კაცები ვართ. კარგი შეიძლება ჩემასაქციელმა როგორც კაცმა გამოიყვანა ადამიანი მდგომარეობიდან, მაგრამ იმას მეუნევა მე ქალაქის იმისთვის არის ჩამოსული რომ ქალაქი აღორძინოს, მაღაროები გაუშვას, ანუ შესაბამისად ვალდებულება იმის აქვს როგორც მოსმენის, ასევე ვალდებულება აქვს მოთმენის. მაგრამ მან არც პატარა ბავშვს პატივი, არც ქალბატონს პატივი, ყველას იმ მომენტში მიაყენა პაატა მოდებაძემ შეურაცხყოფა და ამის შემდეგ ისევ და ისევ ეს ჩვენი პატივცემული ქალაქის მერი ბატონი გივი ისევ და ისევ ამ წარჩინებულ ჭიათურელს ბრჭყალებში პაატა მოდებაძეს ისევ და ისევ ერთი გვარის წარმომადგენლები ჩვეულებრივად შედიან და გამოდიან ისევ გივისთან.
რატო ხდება ეს, რატო არის ამგვარების დამტკევა ერთმანეთში, ეს საინტერესოა ჩემი მხრიდან. მაშინ, როდესაც მე პირადად ჭიათურლებს მერი ჭირდება ყველანაირად გვერდში დგომას, რაც კი შეუძლია, სად დავინახოთ ჩვენ გვერდში დგომა, როცა იმ საზოგადოებამ, რომლებმაც მთელი ჭიათურა ნაგინები დაგვტოვა. გასაგებია რა საზოგადოებაზეც. კი ბატონო, ანუ იმ პროკავშირებს გვერდში დაუდგა, მაგაშიდაც მოგვატყუა, აქ ჩამოვიდა არაკონსტრუქციული უზდელი ადამიანი, რა ვიცი მე მაგ ანუჯერა რომ არც ტროცკი და არც მით უმეტეს პატივცემული ჭალებში ესიც პაატა მოდებაძე აქ ჩამოსული იყო სიკეთისთვის. ჩვენ მაგი ვერ დავინახეთ და რატო შეყავს და რატო მაგისთვის აშენდა ჭიათურაში ეს მერია და მაგისთვის ყავს მერი რომ უშუალოდ ვინც შრომელი კლასის ადამიანებს უპირისპირდება მათ როღებულობს კაბინეტში. რატო უშვებს ესეთ საზოგადოებას? მაგისთვის გვაქვს ჩვენ მერია რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრები შევიდნენ იქ. რა ვიცი, იმედია მოგვეცემა იმ საშუალება რომ მე პირადად გივი მოდებადეს ახლა არ შეხვედრილი ვარ, აუცილებლად მაინტერესებს, რასაც ესე ღიად ვიზახი, გამოვიდეს, მე კი არ ამიხსნას მარტო მთლიან ჭიათურას აუხსნას ის რომ რატო გადადგა ესეთი ნაბიჯი, რატო დავტოვა ეს ანუ კლასობრივად ესე რომ ვთქვათ, ყველაზე დაბალი ფენა ვართ ჩვენიდან უნდა ძალიან მაქსიმალურად ანუ მოგთხოვონ კანონის ფარგლებში ყველაფერი და ჩვენ რა ვიცი დავტოვა მე პირადად ვგრძნობ თავს დაუფასებლად იმის გამო რომ ეს იყო ყველაფერი ღიად ნათქვამი, ჩემი არაფერი მოგონილი არ არის და რატო დატორღიალობენ ესე რომ ვთქვათ ის ადამიანები ჩვენი ქალაქის მერიაში, რომლებსაც ერთ ადამიანსაც კი რეალურად შრომელი ადამიანის აი ღირსებისთვის, წესიერებისთვის, იმის გამო რომ ხვალ გაიღვიძოს მაღაროელმა და უკეთესი მომავალი ქონეს, არც ერთი ადამიანი არ შესულა იმ მერიაში. რატო უშვებს ქალაქის მტრებს მერიაში? მაგი გითხრას პირველ რიგში, რატო გადადგა ის ნაბიჯი, რომ საჯაროდ ნათქვამის სიტყვები უკან წაიღო და ის არაკაცები, ისევ და ისევ ის პროკავშირის წარმომადგენლები, ჩვენი მაგინებლები იქ შეუშვა, ეს ძალიან მაინტერესებს და ზოგადად, რა ვიცი, ისეთი განცდა რჩება მე, რომ საქმე არის დაწყებული პატიოსნად, წესიერად, მშრომელების დაწყილი არის და ყველა მშრომელ ადამიანს მოვუწოდებ, ჩვენ არა ვართ არავისგან ანუ მავთული ძალა რომ ვინმე მაძალებდეს, შენ იქ მიდი და ეს თქვი და რაღაც თქვი, მე არც ისეთი ოჯახიდან ვარ, რომ მაგი ვიკადრო, მართლა არა ვარ ეგეთი, არც არავის უნახი ვარ აქციებზე, მე ვარ მშრომელი ადამიანი, ჩემი საქმე არ არის აქცია, მაგრამ დღეს მე როგორც ერთ-ერთი ადამიანი ვთვლი თავს მოვალეთ როგორც ჭიათურელი რომ ჩვენ ქალაქს, ჩვენ შრომელებს მთლიანად ქალაქს ჭირდება, ყვირილას ჭირდება შველა, ყვირილა უნდა იყოს მწვანე, ამ ქალაქს აქვს იმის რესურსი რომ ყველაფერი შექმნას. ისევ და ისევ მოვუწოდებ ჩემ კოლეგებს, ჩემ თანამშრომლებს, ჩემ ჭიათურლებს, ჩემ წესიერებს, ყველას ვეტყვი რომ ზემოთ თუ კი ვინმე რამეს წარმოადგენს ჯორჯიან მანგანეზიდან დაწყილი, ესენი არიან დროებითები, იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ თუ ზეგ თუ 10 წლის შემდეგ, როცა ეს რესურსი ამოიწურება, ეს ადამიანები ყველანი არიან წამსვლელები ამ ქალაქიდან, რადგან ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო, ფულის გასატანად ჩამოსულები, თორე შემოსატანად არაფერზე. ამიტომ ყველა მაღაროელს გთხოვთ, რა ვიცი, თუ დაგვეთანხმებით ამ წესიერ ხალხს, ვინც 55 დღეა უკვე ქუჩაში ვარ და 24 საათს ვასწორებთ იმის გამო პირველ რიგში, რომ ქალაქიდან მარგანეცი არ გავიდეს, თქვენც ჩემო თანაქალაქელებო, შეგიძლიათ თუ კი ვინმე შანტაჟის ქვეშ ხართ და მაგიტო ვერ მოდიხართ, არ დაუჯეროთ იმ სოფლის გამგებლებს, რომლებიც კი რეკავენ და ვითომ და ხვალიდან სამუშაო პროცესები აღდგება და ყველაფერი კარგად არის, კიდევ და კიდევ გვატყუებენ, ყველას მინდა რომ გითხრათ და ყველას მოგიწოდებთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი ჭიათურლობით, დიდი ადამიანობით, რომ თქვენ ხართ ჩვენსავით შრომელი ადამიანები, ნუ გავხსნით იმ უღირს ადამიანებში, რომლებმაც ყველანაირი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, ყვირილა იყოს ისევ შავი, მაღაროელი იყოს ისევ დამცირებული და რა ვიცი, უკეთესობისკენ არაფერს არ ქმნიან და ამიტომ ჩემო მაღაროელებო, ყველანი ხვალ გამოდით, ყველა დაუდგეთ ერთმანეთს, ჩვენი წესიერებით, ჩვენი კონსტრუქციულობით, არავინ არ გიძახებთ აქ თქვენ იმის გამო, რომ დადგეთ და მუშტიკრივი ან რამე მსგავსი ფაქტს გონის
ყველანი კონსტრუქციულად როგორც ვიქცევით ჩვენ 55 დღეა უბრალოდ ყველას გთხოვთ არა მარტო მაღაროელებს მათ ოჯახის წევრებს ეს ბავშვი იქნება ქალი იქნება თუ ვინც იქნება სრული პასუხისმგებლობით და ყველა დამეთანხმება რა ვიცი სათითაოდ გიხდავთ თუ გინდათ მართლა ქალაქს უდგას ის პერიოდი რომ ქალის ბავშვის დიდიც ერის ბერიც ის წესიერი ხალხი ვისაც ჭიათურა უყვარს უნდა გავერთიანდეთ და პირველ რიგში ისევ და ისევ ჩვენი მაღაროელებით დაიწყო ყველაფერი და მაღაროელებს გთხოვთ რომ ყველანი ხვალ გამოცხადეთ და ყველამ დააფიქსიროთ თქვენი აზრი რომ ჭიათურა არის გადასარჩენი. მადლობა. კი ბატონო. მადლობა დიდი. რა ვიცი, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ხვალ დაგიბრუნდებით და მოკლედ მოგიყვებით ჭიათურაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მშვიდობიანი ღამე. აი